ერთხელ გულიცადი. მისალმება ყველა ციცი, მოგესალმები, ნინო, თამარ, მარინა, ყველას ილია, მარი, ყველას მოგესალმებით დიდი სიყვარულით. და დავიწყოთ ჩვენი შეხვედრა. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო, მეტად აქტუალური თემა, რაც ალბათ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. მე ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანის განვითარება ზუსტად აი ამ ცნობიერების 7 საფეხურით უნდა დაიწყოს. ეს ცნობიერების 7 საფეხური ეხება ასევე ჩაკრებს და მინდა რომ როგორც ჩაკრები ისე კი არ გაგაცნოთ, არამედ როგორც ცხოვრების აი 7 საფეხური, ცხოვრების შეიძლება ითქვას 7 სფერო, თუ რა ხდება ჩვენს შიგნით, ჩვენს სხეულში, ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ცნობიერში და ეს ენერგია როგორ მართობს ჩვენ ეს საფეხურები, როგორ გავიაროთ, როგორ ავიმაღლოთ ჩვენი ცნობიერება, როგორ გავაფართოვოთ, როგორ გავხდეთ უფრო გაფართოებული ცნობიერების ადამიანები და მოკლედ ძალიან საინტერესო შეხვედრა გელოდებათ ყველას. მიხარია რომ ნახავთ. მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის, იმისათვის რომ მოიცალეთ და შემომიერთდით. და მინდა ახლა დაგისვათ ეს საინტერესო კითხვა. დღეს ყველანი აქ ვართ გარკვეული მიზეზებით, რაღაცა ინტერესებით და მინდა გკითხოთ, რამდენი თქვენგანი გრძნობთ ამ ბოლო პერიოდში ენერგიის შემცირებას. როდესაც გონება არის გადაღლილი, ემოციები ზოგჯერ არ კონტროლდება. ან ცხოვრების მიზანი და მიმართულება ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. ეს აი მთლიანი სურათი რომ დაგანახოთ, ცოტა ყევას ვინ გრძნობს. აბა გამეცით პასუხი. ნათი, დავიწყებ, თუ შეიძლება. ბატონო, გისმენთ. ზუსტად ახლა რაც თქვით, იგივეს იმაგას გრძნობ, ასე მგონია, რომ ენერგია საერთოდ არ მაქვს. აი დილითაც დაღლილი ვიღვიძებ, მთელი დღე საკუთარ თავს ვამოტივირებ, რომ არა უშავს, აბა ესეც გასაკეთებელი გაქვს, ესეც რაღაც, ანუ საკუთარ თავს ვებრძვი, ისე გამომდის ხანდახანდა. აი ახლაც რომ შემოსულიყავი და დავსწრებოდი, როგორი შინაგანი ის მომიწია, იცი, რომ ხო არ ჯობია რომ არ გავაკეთო, მოდი ცოტა ხანი წამოვწევი, დავისვენებ. რაღაც აი რატო არ ესე არ ვიცი. ფაქტია რომ რაღაცა ენერგია გაედინება ჩემგან ძალიან. ბატონო. მადლობა ნინო გაზიარებისთვის. აბა კიდევ ხო არ ხართ ვინმე ესე კაშკარად რომ გრძნობდეთ? არის ენერგია, უდათი თქვენი ხმა და იქნებ ცოტა მიკროფონი გაასწოროთ. ეს როგორ გესმით? ეხლა კარგად. ჩემ შემთხვევაში ისე არის, რომ ხან მაქვს ეს ენერგია და ხან ისია, ხან ესე უბრალოდ ისე არის, რომ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, როდესაც წელიწადი და 9 თვის წინ გავაჩინე ბავშვი, მას შემდეგ ბევრი რაღაცა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში, აზროვნებაში, ცნობიერებაში და აი რასაც ქვია რყევა. თუ აქამდე 33 წლის განმავლობაში რაღაცა სტაბილურად მოვდიოდი და რაღაც შეხედულებები გამაჩნდა ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე, ოჯახზე, ყველაფერზე, ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეიცვალა და ამისგან მაქვს აი ეს რაღაცა უფრო არა ფიზიკური გადაღლილობა ბავშვიდან გამომდინარე და შვილებიდან გამომდინარე გასაგებია, მაგრამ ემოციური ყევები მაქვს ძალიან დიდი და ბევრი. ამიტომ ესეც ეხმიანება ალბათ
თქვენს კითხვას. რა თქმა უნდა. მადლობა სოფო გაზიარებისთვის. მინდა გაგახაროთ, ვინც კიდევ ასე გრძნობთ თავს, რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა, თქვენს თავს არაფერი ისეთი არ ხდება. ეს არის ამ ეპოქის, აი ამ გარდამავალი ეპოქის ზუსტად ის შედეგი, რასაც სამყარო გვაძლევს და ეს რყევა ყოველთვის მოდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეგვაფხიზლოს. რაღაცა რომ შევცვალოთ, რაღაცები რომ გადავაფასოთ, შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულებები, დაუბრუნდეთ საკუთარ თავს, უფრო მეტად ცნობიერად, მეტად დაკვირვებულად შევხედოთ. როგორც საკუთარ თავს, ასევე სამყაროს და ზოგადად რა ხდება ქვეყანაზე, რა ხდება ამ სამყაროში, აი ამაზე დაგვაფიქროთ. რყევები არის ძირითადად სამუშაო პროფესიული ურთიერთობებში, საზოგადოებაში, ხედავთ როგორ დაძაბული სიტუაცია მთლიანად მსოფლიოში, ესეც გარკვეულწილად კოლექტიური რყევა მიმდინარეობს, ერებს შორის აპირისპირება, ძალიან ბევრი გახსნა ახალი ინფორმაციების, ზუსტად აი ამ ეპოქის დამახასიათებელი ნიშნებია, სადაც ჩვენ უკვე გადავედით, ფაქტიურად გარდამავალი პერიოდია, ერთი კუდის მოქნევის პროცესში ვართ და ეს არის მერწყულის ეპოქა, რომელიც არ ეგუება იმ ძველს, რაც მას დახვდა თევზების ეპოქაში. რას ნიშნავს ეს? მე ხა ზოდიაქოთი დიდად არ ჩაუღრმავდები ამ თემას, მაგრამ ზოგადად რომ აგიხსნათ, აი ახალი ეპოქა, რომელიც მერწყულის ეპოქას, რომელსაც მერწყულის ეპოქას ეძახიან, არის მიმართული იქითკენ, რომ ყველაფერი გაცხადდეს, ადამიანის გონება შენელდეს, მიმართოს მისი ცნობიერება ყურადღებით სამყაროს მიმართ და ადამიანები გადავიდნენ რეპტილიური აზროვნებიდან უფრო მაღალ დონეზე, უფრო მაღალ ცნობიერებაზე, რისკენაც მიმართულია მთელი სამყარო, მთელი ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს, ეს იქნება მსოფლიო პროცესები, ეს იქნება ქვეყნებს შორის პროცესები, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამედიცინო, მეცნიერული და ასე შემდეგ, ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანები გადავიდნენ უფრო მაღალ ცნობიერებაში. აი სულ რაღაც 5 წელი ავიღოთ, მინდა ეხლა გაიხსენოთ 5 წლის წინანდელი პერიოდი და ახლანდელი პერიოდი რამდენად განსხვავდება და რამდენად დიდი განვითარება მოხდა გინდათ სამედიცინო სფეროში, გინდათ განათლებაში, გინდათ ტექნოლოგიებში, კულტურაში თუ ასე შემდეგ, ყველა სფეროში, თუნდაც აი ამ პატარა 5 წლის განმავლობაში რამხელა ცვლილებები შეხვდა ჩვენ, ხომ? 5 წლის გახსნება ძალიან ადვილია, ასე რომ რო გადაავლოთ თვალი, არც იყო ამდენი დაუშვათ ამდენი სოციალური ურთიერთობები, ფაქტიურად COVID-მა გადაგვიყვანა ამ სოციალურ ურთიერთობებზე, ხო? გაიხსნა ძალიან ბევრი ინფორმაცია ამის შედეგად, დაიხვეწა ტექნოლოგიები, ну საერთოდ დღესდღეობით ალბათ ყველა თავს ადევნებთ რობოტების როგორი მასიური შემოყვანა ხდება, ხო? და ჩვენ არ ვიცით მომავალ 5 წელიწადში და 10 წელიწადში კიდევ სანსწავლავთ და როგორ განვითარდება ზოგადად ჩვენი პლანეტა დედამიწა. აი ამ განვითარების პროცესში, რასაც მინდა რომ ეხლა ყურადღება მიაქციოთ. გარკვეულწილად ჩვენშიც ამდენი ინფორმაცია მოედინება, ზოგი საჭირო, ზოგი არასაჭირო, ზოგი ნეგატიური, ზოგი პოზიტიური, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი ენერგიის შემოდინება ჩვენში. სწრაფი, ბევრი და სწრაფი. ყოველდღურად ალბათ მილიონობით ინფორმაციას ეცნობით. თუნდაც თვალის მოკვრის, ეს იქნება სოციალური ქსელები, ეს იქნება გარეთ განსაკუთრებით ხომეთა სოციალური ქსელები.
და რა თქმა უნდა, ადამიანი ამისთვის არასოდეს არ ყოფილა მზად, როდის იყო ასეთი აჩქარებული ინფორმაციის შემოდინება, ხო? და ჩვენ აი ამ დროს ძალიან დიდ ენერგიას ვფლანავთ, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ყურადღება არის ზუსტად ის ენერგია, რაც ჩვენ შიგნით უნდა არსებობდეს, რითიც ჩვენ უნდა მართოთ ჩვენი ცხოვრება და ეს ენერგია ფაქტიურად მიემართება 80%, მოდით ყველაზე ცოტას ვიტყვი, 80% ფუჭი ინფორმაციის მიღებას ხმარდება. მერე ჩვენ გვიყვის, რატომ ვართ გაღიზიანებული, გაღიზიანებაც ერთგვარი აი ამ სწრაფი ინფორმაციის მოწოდების შედეგია, რატომ არ გვაქვს ენერგია, რატომ აღარ გვინდა დავუშვათ ფიზიკური აქტივობა, რატომ აღარ გვინდა თუნდაც ციგნის წაკითხვა, იმიტომ რომ ჩვენი გონება მიეჩვია ამ სწრაფ ინფორმაციაზე და დიდხანს რომ დაჯდე და ან მედიტირო, ან რაღაცას მოусმინო ლექცია იქნება ეს თუ რაღაცა წაიკითხო, წინ იმდენად გადაჩვეულია ამას, რომ ეწყება გარკვეული შფოთი და გინდა რომ რაღაცა სხვა რაღაცით გაართო შენი გონება. ეს არის ზუსტად ის გარდამავალი პერიოდი, რაზეც მე ვსაუბრობდი და ამას ჭირდება მართვა, ამას ჭირდება ორი მიმართულების მიცემა. მე არ მიყვარს ხოლმე რაიმეს და ზოგადად მარტო მე კი არა, აღმოსავლურ ფილოსოფიაში, აღმოსავლურ რელიგიაში ზუსტად ამას ხსნიან, რომ არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში ღვთისმების გარეშე და რადგანაც ეს არის ღვთის მიერ დაშვებული, გარკვეულწილად რაღაცას ემსახურება და ამ შემთხვევაშიც მე ვიტყოდი, რომ არც ეს არის მთლად ცუდი, მაგრამ გააჩნია ჩვენ ამას როგორ გამოვიყენებთ. გააჩნია ჩვენ როგორ ვმართავთ ამ პროცესებს. ჩვენ თუ ბოლომდე მივეშვებით და ჩავერთვებით ამ ქაოსში, ასე ვთქვათ, ინფორმაციული იქნება ეს თუ ნებისმიერი, მაშინ ჩვენ გავყვებით თან ქაოს ფაქტიურად ეს ქაოსი, ხო? ჩვენ უნდა ვისწავლოთ აი ამ ქაოსში, აი ამ ინფორმაციის ძალიან დიდ შემოდინებასთან ცნობიერი მიდგომა, ჩვენი ენერგიის ცნობიერი მართვა. და აქ არის ზუსტად ის 7 საფეხური, რომელიც ამ ეპოქაში იქნება, თუ სხვა ეპოქაში იქნება, ვფიქრობ, როგორც ანბანი ადამიანმა უნდა იცოდეს თავის თავზე, რომ თავის თავში კონდეს ეს ყველა საფეხური კარგად გავლილი, დამუშავებული, რომ მთელი მისი ყურადღება არა გარეთ გაიფანტოს, არამედ შიგნით მოედინებოდეს და თვითონ განსაზღვროს, საით მიმართოს ეს თავისი ენერგია. დღეს ყველაზე დიდი საბადო, ყველაზე დიდი ვალუტა, ასე ვთქვათ, არის ადამიანების ყურადღება. ადამიანების ყურადღება არის ყველაზე ძვირფასი, რაც არა მარტო ადამიანებს, არამედ სამყაროსაც ჭირდება. ასე რომ მე მინდა დღეს ვისაუბროთ ზუსტად ამ 7 სფეროზე ცნობიერებისა, იგივე 7 ჩაკრაზე, ჩვენ შიგნით, ჩვენ გარეთ ცხოვრების იმ 7 ძირითად სფეროზე, და ამ 7 სფეროში კიდევ მრავალი სფეროები მოიაზრება, რომელზეც მინდა რომ დავიწყოთ მუშაობა და მინდა რომ იყოთ ინფორმირებულები თავიდან ბოლომდე. კითხვები ხომ არ გაქვთ, ხომ არ გინდათ რამის გაზიარება? მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენი თავარი, აი პირველი საფეხური, რაც აქვს ადამიანს, პირველი რაც ჩვენ გაგვაჩნია და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი ჩვენ ცნობიერებაში, ეს არის ჩვენი ფიზიკური სხეული. ფიზიკური სხეული, ჩვენი სხეულის ენერგია, რამდენად ვართ ჯანმრთელები, ძლიერები, მოძრავები, ფიზიკურად დაღლილები ვართ.
თავისთავად ყველაფერი ნელდება, ხომ? აი დღეს თუ გრძნობთ თქვენ სხეულში ენერგიას, გიჭირთ თუ არა აქტივობა, გიჭირთ თუ არა კონცენტრაცია, აი თქვენს ფიზიკურ სხეულს რამდენად კარგად გრძნობთ. აი ეს არის ერთი კითხვა, რომ თქვენს თავს დავუსვათ, მე არ მინდა რომ მიპასუხოთ. და ჩვენი ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში ფიზიკური გადარჩენა ის პირველი საფეხური, რომელიც არის ჩვენი სიცოცხლისთვის ყველაზე მთავარი. რა გვჭირდება ჩვენ ხომ სიცოცხლე პირველ რიგში და სიცოცხლისთვის რომ ვიყოთ შესაბამისობაში, ვიყოთ ჯანმრთელები, რომ გადავრჩეთ, რომ ვიკვებოთ, სანამ გაჩნდება სიყვარულის მოთხოვნილება, სანამ გაჩნდება ადამიანში მაღალი ცნობიერება, მაღალი მოთხოვნილებები, წარმატება, კარიერა, ფინანსები, რა გვჭირდება პირველ რიგში, ხომ? ეს არის ყველაზე მთავარი სიცოცხლე, გადარჩენა, უსაფრთხოება, რომ ყარად ვიდგეთ ფეხზე. სანამ ადამიანი თავის თავში არ იპოვის იმ შინაგან საყრდენს, რომ დიახ, მე გრძნობ თავს უსაფრთხოდ, მე ვარ დაცული, მე ვცხოვრობ, მე ვიკვებები, მე შემიძლია ამ ყველაფრის მერე არსებობა, ხომ? არსებობა ზუსტად არის ის პირველი მოთხოვნილება, პირველი სფერო, რაც ადამიანს სჭირდება. გამეთანხმებით ალბათ, ხომ? სანამ ჩვენ კარიერაზე ვიფიქრებთ, სანამ ჩვენ ვიფიქრებთ მაღალ მატერიებზე, სიყვარულზე, სხვადასხვა სურვილებზე, მოთხოვნილებებზე, პირველი მოთხოვნილება არის გადარჩენა, არის სიცოცხლე, არის ჯანმრთელობა. ყველაფერი ეს არ გაქვს. თუ თავს არ გრძნობ უსაფრთხოდ, თუ გაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ყველაფერი კარგავს ყველანაირ ფასს. სიყვარულით, კარიერას, ფულით, მაღალი მატერიებით და ასე შემდეგ. და ზუსტად ეს პირველი სფერო უკავშირდება ჩვენს პირველ ჩაკრას. როდესაც ჩვენ ვგავართ მყარად, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენში საყრდენი, ჩვენში გავაძლიეროთ ის უნარები, რომელიც საკუთარ თავს აძლევს საყრდენს. არა ვიღაც, არა დედა, არა მამა, არა მეუღლე, არა სამსახური, არა ფინანსები, არა სახელმწიფო, არამედ შენი თავი, შენი მთავარი საყრდენი. როდესაც ადამიანი არის გარკვეულ შიშებში, არ გრძნობს თავს თავდაჯერებულად, არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, თავისთავად აი ის მაღალი მატერიები, რაზეც მაქვს საუბარი, ეს იქნება სურვილები, ეს იქნება განვითარება, კარიერა, ფინანსები, ურთიერთობები, თვით დამკვიდრება თუ რა, ვერ ააშენებს ამაზე იმას, რაც მას უნდა. ყველაზე მთავარი ადამიანისთვის არის, რომ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, იკვებოს, გადარჩეს, იყოს ჯანმრთელი. აბა თუ დამეთანხმებით, მაინტერესებს თქვენი აზრი, ხომ არ დაამატებდით კიდევ რამეს? ვარქს გაზიარება შეგიძლიათ მოიწეროთ ჩატს ვერ დავამატებ. ბატონო. და ეს სფერო ზუსტად როდესაც ჩვენ ვამუშავებთ ხოლმე პირველ ჩაკრას, ზუსტად ამ სფეროებზე მუშაობთ. ის რომ ადამიანმა ის თავისი მთავარი ფუნდამენტი, აი როგორც სახლს, როდესაც ვაშენებთ, ხო, არ შეიძლება მიწაზე პირდაპირ დაალაგო აგური და ააშენოთ სათამბჯენი, არა ხომ? ჯერ უნდა იყოს კარგი საძირკველი ჩაყრილი, უნდა გქონდეს ძალიან კარგი სიმყარე, ფეხებში იქნება, ქვედა ცენტრებში იქნება, თავს თავდაჯერებულად უნდა გრძნობდეს, თავს ძალიან უშიშრად უნდა გრძნობდეს, იმიტომ რომ შიში არის ზუსტად ის მდგომარეობა, როდესაც შეიძლება ადამიანის მართვა, ადამიანის
ადამიანს თუ კი სადმე ეპარება გარკვეული შიში, მისი მართვა არის ძალიან ადვილი. მისი მართვა, მისით მანიპულირება, მისი დამონება არის ძალიან ადვილი და ადამიანი დამონებულ მდგომარეობაში, რომელსაც არ შეუძლია გადაწყვიტოს და მიიღოს თავისუფალი არჩევანი, ის ვერაფერს კარგს ვერ ააშენებს. ის ყოველთვის იქნება სხვისი მსახური, სხვის თამაში, მოთამაში, ასე ვთქვათ, სხვისი საქმის გამკეთებელი და არა თავისი. ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ ის, რომ აი ადამიანს აქვს ყველანაირი უნარი, აქვს კარგი განათლება, აქვს ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი, შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ არის მიჯაჭული რაღაცა ერთ კონკრეტულ სამსახურზე და თან არ უნდა იყოფნა, მაგრამ თან მაინც ვერ ელევა. ზუსტად მანდ შეიძლება იყოს ისეთი ბლოკი, ისეთი ასე ვთქვათ, ტრამვა, ბავშვობის დროინდელი, რომელიც არის ამ შიშთან დაკავშირებული. მიჯაჭულობა რაღაცასთან იმ შიშის გამო. მიჯაჭულობა იმის გამო, რომ რაღაცა არ დაკარგო და არ გაქვს იმედი, რომ ფეხი გადაადგა რაღაცა ცოტა მეტი გარისკო, ცოტა წახვიდე წინ, იმიტომ რომ იმის დაკარგვაც არ გინდა. იმიტომ რომ აქ არის ძალიან ძლიერი შიში და რა თქმა უნდა ეს ჩვენი ძველი პროგრამები, ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების, რომ როგორ იყვიან ხოლმე, რა ქვია, შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ლხინსო, ხო ძალიან ცუდი ფრაზა არის ეს და ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე. და ბევრი ისეთი ფრაზაც არის პრინციპში ჩვენ ცნობიერში ჩაჭერილი, რომ ის ფრაზები გვმართავენ, ის რწმუნებულებები. ნუ ეს შემდეგ უკვე პროცესის ნაწილია, ამაზეც ვიმუშავებთ. და აი აქ ზუსტად მინდა რომ ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს პირველ რიგში კონდეს, აი ეს კონდეს თავის იმედი და გაუშვას ყველანაირი შიშები. ჩვენ ამ პროექტში ვიწყებთ ხოლმე შიშებზე მუშაობას პირველ რიგში, რომ თავი გავა თავისუფლოთ ყველანაირი შიშისაგან. სადაც არის შიში, იქ არის მანიპულაცია, იქ არის მართვა, იქ არ არსებობს თავისუფალი ნება. შიში გმართავს და შენი თავისუფალი ნება დამთავრებული თემაა, ასე რომ აი ამაზე ვიმუშავებთ. მეორე საყრდენი, ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ხოლმე მეორე საფეხურზე, ეს არის ჩვენი სურვილების ცენტრი, ჩვენი აგრეთვე შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც ჩვენ აი ზუსტად შიშისაგან, როდესაც თავისუფლდებით, ჩვენ გვაქვს ზუსტად ვიღებთ ნებას ჩვენს თავში, რომ გამოვხატოთ ჩვენი სურვილები. გამოვხატოთ ჩვენი სურვილები, გამოვხატოთ ჩვენი ემოციების მართვა და ემოციური ინტელექტი საკმაოდ სამართავი თემაა. შეიძლება ამ თუ გაქვს შიში და ზედ ემატება ემოციების უკონტროლობა, ჩათვალეთ, რომ ძალიან სახიფათო ადამიანიც შეიძლება იყოს, ხომ, შიშის გამო გარკვეულ ემოციებს ადამიანი გამოხატავს და შეიძლება რაღაცა სასწაული მოახდინოს. იგივენაირად, თავშოთ რაღაცა გარკვეული ნაბიჯები არ გადასცას. აი ამ ემოციური ფონით, ხომ, შეეშინდეს, მე ამან გამოიწვიოს ემოცია და რაღაცის გამო არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე, თუ ქვემოთ გვაქვს შიში. ანუ პირველ საფეხურზე არის დასამუშავებელი შიში. მეორე საფეხურზე, როგორც გითხარით, ეს არის ჩვენი მეორე ჩაკრასთან კავშირი და ჩვენ აქ ვამუშავებთ ხოლმე ზუსტად ამ ჩვენს ემოციებს. ემოცია ცუდი კი არ არის, ჩვენ ყველანაირი ემოცია გვჭირდება, არაფერი სამყაროში არ არსებობს, რაც ჩვენ არ გვჭირდება. შიშიც კი გარკვეულწილად გვჭირდება. შიშიც გვჭირდება იმისთვის, რომ მე როცა მეშთე სართულზე ვცხოვრობ,
რომ მომინდება დაბლა ჩასვლა, ფანჯრიდან არ გადაოხდე, არამედ ვისარგებლო კიბით და ასე შემდეგ, ხო, მრავალი შიში არის, რომელიც ჩვენ გვეხმარება. უბრალოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ გვჭირდება თუ არა ამ ეტაპზე შიში, როდესაც მოდის. გვეხმარება თუ არა ეს შიში ამ საქმეში, არის თუ არა ეს შიში რეალური ეხლა ამ სიტუაციაში, თუ აი ბავშვობაში რომ მეგონა დიდი ძაღლის და რომელიც ეხლა მუხლებამდე წდება, ეხლა სულაც აღარ არის ის ძაღლის საშიში, ხო? ანუ უამრავი მსგავსი სიტუაცია შეიძლება გავიხსენოთ. მეორე ეტაპი, რაც ვთქვი, ეს არის ჩვენი ემოციები და ემოციების მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, რომ მან დაიწყოს თავისი ცხოვრების მართვა. ემოციურად გაწონასწორებული ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას ძალიან დადებითად შემოატრიალებს. გარდა ემოციებისა, ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ხოლმე ჩვენი სურვილების გამოხატვაზე, ცხოვრებისგან და არა მარტო ყველაფრისგან, რაც ჩვენს გარშემო არის, სიამოვნების მიღებაზე. ძალიან ხშირად ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენ სურვილებზე, უარს ვამბობთ ჩვენი თავის სიამოვნებაზე, ჩვენი თავის სიყვარულზეც. გარკვეულწილად ეს აღიქმებოდა ხოლმე, რომ რაღაცა მაინც ყოველთვის სხვას უნდა ასიამოვნო, თორე შენ ვინ ხარ, შენ მეორე ხარისხოვანი ხარ და შენი სიამოვნება მოდი გვერდზე გადადე და სხვას უნდა ასიამოვნო, სხვას უნდა მიართვა, სხვას უნდა მოემსახურო, სხვას უნდა დაუთმო, სხვას ასიამოვნო და შენ არა უშავს ახლა მერე თუ გექნება მაგის საშუალება და ეს საშუალება არასოდეს არ დგება. მერე მოიცალე შენ თავისთვის, რომ ისიამოვნო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ემოციური ბლოკები, ეს სიამოვნების იქნება, თვითგამოხატულების იქნება, სურვილების იქნება თუ რა, ძალიან უარყოფითად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ მდგომარეობაზე. ეს იქნება საშვილოსნო, ეს იქნება მკერდი, ეს იქნება ფარისებრი, ესენი დაკავშირებულია იცით ერთმანეთთან და რამხელა გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. ამაზეც რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ გავთავისუფლდეთ და აქ არის შენი ნებელობის გამოხატვის ყველაზე მთავარი ფუნქცია. ეხლა მინდა აი ეს ძალიან კარგად გავშალო. ხანდახან ადამიანებს გონიათ, რომ ეს არის თავიანთი ნება, აი ამ ნების განსაზღვრაც არის ძალიან საინტერესო. წინა ტრენინგებზე ქონდა ესეთი დავალება, როდესაც ვუთხარი მოსწავლეებს, რომ ჩამოეწერათ მათი სურვილები, დაახლოებით 10 სურვილზე იყო საუბარი. სადღაცას 30 სურვილი ჩამოწერეს, მერე გაჩერდნენ, აღარ იცოდნენ რა დაეწერათ, მერე კიდევ რაღაცეები დაწერეს, მოკლედ ძლივ ზოგი 80-ზე გაჩერდა, ზოგმა კი გააკეთა დაუშვათ 100 სურვილი კი ჩამოწერა, მაგრამ საერთოდ არ იცოდნენ რეალურად აი ამ 100 სურვილიდან მათი ნამდვილი სურვილი რა იყო. ძალიან კარგად იცოდნენ რა უნდათ დედას, მამას, ქმარს, შვილებს, უფროს, მეზობელს, ნათესავს, დაქალს, ვიღაცას გამულებს, მეზობელს და შორეულ ნათესავს, უბნელს. მაგრამ რეალურად თვითონ რა უნდათ ძალიან გაუჭირდათ ამის გამორკვევა. იმდენად დაცილებულები ვართ ჩვენ სურვილებთან, რომ ვერც კი ვამჩნევთ რა არის ჩემი სურვილი და რა არის ვიღაცის სურვილი, რომელსაც მე ვახმოვანებ. ამ დროს ეს საერთოდ არ არის ჩემი. და აი ამ თვით გამორკვევის პროცესში, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ გარკვეულ კრიას, ვაკეთებთ მედიტაციას, აქ გონება აბსოლუტურად იწმინდება. ამ ვარჯიშების დროს ჩვენ გადავდივართ ნეიტრალური გონების მდგომარეობაში, როდესაც არც პოზიტიური გონება არ არის დიდად გააქტიურებული, რომ ვიღაცეებს ასიამოვნო და რაღაცეები დაუთმო და არც ნეგატიური გონება, არამედ ხარ ძალიან ნეიტრალური და ამ ნეიტრალური გონების მდგომარეობაში ძალიან კარგად გესმის შენი შინაგანი ხმის, ძალიან კარგად გრძნობს სხეულში
რა იმპულსები მოდის აქტივად დაჭიმულობა, თვით დიაგნოზით შეგიძლია წრის დროს გააკეთო, თუ სადმე არ იხსნება გარკვეული კუნთი მოძრაობის დროს, სუნთქვის დროს, რა თქმა უნდა, ვეხმარებით, მაგრამ აი როგორც ეძახიან ბლოკს ძალიან კარგად ხსები სხეულის რომელ ნაწილში გაქვს აი ეს დაჭიმულობა, ხო? და აი ამ თვით გამორკვევის პროცესში შეიძლება შენ ისეთი სურვილი აღმოაჩინო, რომელიც ძალიან ღრმად, ძალიან სადღაცას კუთხეში გქონდა მიჭლეტილი, დამალული, გადაფარული 1000 სხვა სურვილებით, შეიძლება ეს იყოს ბავშვობის დროინდელი, შეიძლება ეს იყოს ჰობი, ან ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს და შენ თვითონვე გაგიკვირდეს, რომ ნუ თუ ეს მართლა ჩემი სურვილია და ნუ თუ ეს მე ამდენი ხანია მინდოდა და ჩემ თავს ვუმალავდი? და აი ამ პროცესში მინდა გითხრათ, რომ რეალურად როდესაც თქვენ გაქვთ აი ამ თქვენს შინაგან თავთან ესეთი ღრმა კავშირი და ამოცნობა ხდება ამ სურვილისა, ისე ხო არაფერი არ ხდება, ღმერთისფერი არის ყველგან ჩარეული, ამ სურვილის განხორციელებას ღმერთი აუცილებლად უწყობს ხელს, სამყარო გეხმარება, სამყარო ყველანაირად გიწყობს ხელს ამ სურვილის განხორციელებაში, იმიტომ რომ ეს სურვილი მარტო შენი არ არის. ეს სურვილი მოგეცა შენ გარკვეული ინფორმაციის სახით, რომ ღმერთის საქმე გააკეთო ამ სამყაროში, ანუ შენი ხელით გაკეთდეს ღვთის საქმე. რა თქმა უნდა, ეს სურვილი ვიღაცის მკვლელობაზე და რაღაცა ტერორიზმზე არა მაქვს საუბარი, არც დაიბადება თქვენს ნათელგულებში მსგავსი რამ, მაგრამ ზოგადად საუბრობ, რომ როდესაც აი ესეთი ნატიფია, ისეთი წრფელია ეს სურვილი, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმას, რომ ეს არის ზუსტად ის, რისთვისაც ხართ, რისთვისაც დაიბადეთ, რაც გაქვთ გასაკეთებელი ამ ცხოვრებაში და აი ამ თქვენს, ასე ვთქვათ, ინტუიციას, ამ თქვენ შინაგან შეგრძნებებს ისე მიყვებით, აი ეს კავშირი აღარასოდეს აღარ გაწყდება, ყოველთვის გექნებათ კავშირი ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რა არის თქვენი სურვილი. ეს არის ერთგვარი ძალიან დიდი გასაღები თქვენი თავისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში გააკეთოთ ის საქმე, რაც თქვენ გიყვართ. მე იმას არ ვამბობ, რომ ვიღაცას არ დაუცმოთ, ან ვიღაცას არ გავუკეთოთ, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, აი ნამეტანი ვიცით, twisi უფრო წინ დაყენება ვიდრე საკუთარი თავის, რაც რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებში ნაკლებად აღინიშნება ხოლმე და ძალიან კარგად აქვს ეს პირადი საზღვრები დაცული. განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, ხო? მინდა რომ აი ეს სფეროც ძალიან კარგად გავიაროთ. ამ სფეროში ასევე ჩვენ ვამუშავებთ ჩვენს სექსუალურ ენერგიას, ფიზიკურ შეგრძნებებთან სიამოვნების მიღებას და აქ გარკვეულწილად გარკვეული ურთიერთობებიც ლაგდება პარტნიორთან, გარკვეული იმპულსები ჩდება სურვილთან ერთად, სიამოვნების მიღებასთან ერთად და შენ იმდენად თავისუფალი ხდები, რომ ეს შინაგანი შემოქმედებითი ენერგია, რომელიც მეორე ენერგეტიკულ ცენტრთან არის დაკავშირებული, ცნობიერების მეორე საფეხურთან, იწყებს გამოვლინებას. შენ შეიძლება ისეთი უნარები გაგიჩნდეს, ისეთი უნარები გამოსხივდეს შენგან, რომ ვერც კი წარმოიდგენდი, თუ ეს შეგეძლო და ამის უნარი გაგაჩნდა. ამიტომ აი ესეც ძალიან საინტერესო, ძალიან ესეთი მრავლის მომსვლელი სფეროა. მე ვერ გეტყვით, რომ აი კონკრეტულად თქვენ მაინც და მაინც ეს დაგიმუშავდებათ, ან ის დაგიმუშავდებათ, მაგრამ თქვენთვის რაც ამ ეტაპზე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს ცნობიერება ნელ-ნელა გაფართოვდეს, იმ მიმართულებით წაგიყვანთ ეს ენერგია. კუნდალინი ენერგია არის საოცარი ენერგია, როდესაც ამას იგრძნობთ თქვენ ნამდვილ შემოქმედთან იგრძნობთ კავშირს, იმიტომ რომ ეს ენერგია ზუსტად იქით მიემართება, სადაც თქვენ ამ ეტაპზე გჭირდებათ. იმას გახსნის, იმ სფეროებს, იმ ბლოკებს, იმ გაცნობიერებებს მოგიტანთ, რომლისთვისაც ახლა მზად ხართ. შეიძლება ისეთი
სწრაფვა იყოს ადამიანის ცხოვრებაში, რომ იმ ეტაპზე ადამიანი ამის გახსნისთვის, ამის გაცნობიერებისთვის, ამის დამუშავებისთვის მზად არ იყოს და რა თქმა უნდა, კუნდალინი ენერგია ამას არ გააკეთებს. და მეც როგორც მასწავლებელი ძალიან ფაქიზად ვუდგები ხოლმე ამ პროცესს. მოკლედ ასეთი საინტერესოა ეს ჩვენი მეორე სფერო და არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ დაბალანსებული ვიყოთ ამ სფეროში, რამდენი რაღაცა გჭირდება, ხო, ამ სფეროში, რომ ვიყოთ ემოციურად გათავისუფლებული, გქონდეს კრეატიული პრაქტიკები, კრეატიული აზროვნება და ამ პროცესში ძალიან გვეხმარება ხოლმე წყალი, წყლის ელემენტთან კონტაქტი. წყლის ელემენტთან, იმიტომ რომ აი ამ მოქნილობასთან, სექსუალურობასთან, შემოქმედებითობასთან მეორე ჩაკრა ძალიან ახლოს არის, ვიღაცა კითხვა დაგვისვა. კარგი საყვარელო. მადლობა ნინო. ჩანაწერი რა თქმა უნდა იქნება, ვისაც გაინტერესებს, გამოგიგზავნით. და კითხვები ხომ არ გაქვთ? მე დრო და დრო შეგეკითხებით ხოლმე, იმიტომ რომ თემა ძალიან გრძელია და ბევრია რა თქმა უნდა ასახსნელი, მაინც ვცდილობ რომ ცოტა სწრაფად ვისაუბრო, რომ მოვასწრო ბევრის ახსნა, იმიტომ რომ თემა საკმაოდ ძალიან ძნელია თითო სფეროს დაახლოებით 2 საათი ვუნდებით ხოლმე შეხვედრაზე, რომ არა მარტო ვისაუბროთ, არამედ პრაქტიკაც გავაკეთოთ, გქონდეს ინტერაქციაც, ამიტომ თუ კითხვები გექნება, ძალიან მხოლოდ ხელი აიწიოთ და ჩამერთოთ საუბარში. კარგით, მოდი გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპი. ეს არის ჩვენი მესამე საფეხური, რომელიც მესამე ჩაკრასთან არის დაკავშირებული. ეს არის ზუსტად ის ჩვენი შინაგანი ცეცხლი. ნახეთ, როგორ ეწყობა მოვიდა თავდაჯერებულობა, სიმყარე, უკვე გრძნობთ, რომ თავი დაცულად არის, არ გვაქვს არანაირი შიში, ემოციებს გამოვხატავთ, უკვე ვიცით სურვილები, უკვე გვინდა ეს ჩვენი შემოქმედებითი ენერგია სადმე გამოვავლინოთ, უკვე რაღაცა ეს პარტნიორული ურთიერთობებიც დალაგებულია, ვიცით სადმე ვიღოთ სიამოვნება, ვიცით როგორ მართოთ ემოცია ჩვენი, სად გავიხაროთ, სად გვეწყინოს, სად შევიკავოთ ემოცია, სად გამოვხატოთ და ამ პროცესში აი ეს ენერგია უკვე იღვიძებს, ამოდის ზემოთ და შენ გინდა ამის სადმე გამოვლენა, სად გამოავლენ ამას თუ არა შენს კარიერაში, შენს მოქმედებაში, ამ შენს სურვილებს, ამ შენს ცნობიერებას საით მიმართავ, თუ არა შენი მიზნისკენ. და ზუსტად წარმოიდგინეთ ეს ქვედა საფეხურები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მესამე საფეხურზე, სადაც არის ჩვენი კარიერა, სადაც არის ჩვენი ფინანსები, სადაც არის ჩვენი ნებელობა, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ჩვენი ნება განსაზღვრავს აბსოლუტურად ყველაფერს, ჩვენ ვისწავლით როგორ გავაკეთოთ სწორი მანიფესტაცია, როგორ გამოვხატოთ ჩვენი ნება ჯანსაღად, რომ სწრაფი შედეგი გქონდეს და იყოს ჩვენი ნება სამყაროსთან თანხვედრაში და აი ისეთი მკაფიო ფიქრი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ვიმოქმედოთ თავდაჯერებულობად, დავინახოთ ჩვენი თავის რეალური ღირებულება, შევქმნათ რა თქმა უნდა პირადი საზღვრები, დავაყენოთ ჩვენი პოზიცია, ჩვენს სამსახურში იქნება, ჩვენს შემოქმედებით სფეროში იქნება, რაც მიგვიყვანს რა თქმა უნდა წარმატებისკენ. შეიძლება კონკრეტულად ვიღაცისთვის კარიერა ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ ის შენი პირადი საქმიანობა, ეს იქნება ოჯახში საქმიანობა, ეს იქნება საზოგადოებაში საქმიანობა თუ სამსახურში იქნება წარმატებული, ანუ ურთიერთობები იქნება წარმატებული. იმიტომ რომ ის შინაგანი ცეცხლი, რომელიც მესამე ენერგეტიკულ ცენტრს, მესამე საფეხურს ახასიათებს, ერთგვარი საწვავივით არის
იმისკენ, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვისწავლოთ დისციპლინა, ვისწავლოთ დაგეგმარება. თუ არ გვექნება სწორი გეგმა ჩამოყალიბებული, თუ არ გვექნება სწორად დასახული მიზანი, თუ არ გვექნება ყოველდღიურობა, იცოდეთ, რომ ნებისმიერ მიზანს ჭირდება გეგმა და ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმა. როგორ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, როგორ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი, ზუსტად ამაზე გვექნება მუშაობა. თუ კი სადმე იყო დაუშვათ თავდაუჯერებლობა, თავშეკავებულობა, საკუთარი დაბალი თვითშეფასება, ეჭვები, ზუსტად აი ამ ჩაკრაში გამოიხატება. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი დავუშვათ პირველ ჩაკრაში ყველაფერი გავუშვი ძალიან კარგად არის, მაგრამ სადღაცას მესამე ჩაკრაში ისევ გამოჩნდეს ამ დამუშავების დროს, რომ სადღაცას ის ეჭვი კიდევ გააქვს, პატარა შიში კიდევ არის დარჩენილი. ასე რომ მესამე საფეხური არის ცეცხლოვანი ენერგიის საფეხური, რომელიც წვავს ყველაფერს, რაც არ სჭირდება. არის ბოლო ეტაპი, აი ბოლო საფეხური, რომელიც უნდა დარჩეს დატოვო ყველაფერი ძველი, რაც აღარ სჭირდება. დაწვა ყველანაირი შენი ასე ვთქვათ ბლოკები, ასე ვთქვათ დაუმუშავებელი შეზღუდვები, რაც აქამდე გქონდა. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ გქონდეს თანმიმდევრობა, ვისწავლოთ დისციპლინა, ეს ყველა ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს სჭირდება დისციპლინა, სჭირდება გეგმა, ზომიერება, ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვჭირდება ხოლმე გარკვეული პროცესების სამართავად. აი ეს სფერო, ვისაც აქვს დამუშავებული, ძალიან კარგი მმართველები არიან. ნახეთ, აქ მმართველობაშიც შეიძლება იყოს, აქაც შეიძლება გარკვეული დისბალანსი იყოს და მოდით ახლა ამას უფრო კარგად დაგანახეთ. შეიძლება იყოს კარგი მმართველი, ეს მესამე საფეხური ძალიან კარგად გქონდეს გავლილი, მესამე ჩაკრა ძალიან კარგად გქონდეს გააქტიურებული, დაბალანსებული, მაგრამ იყოს გარკვეულწილად მაკონტროლირებელი, ჩაგვრელი, ეგოსთან ძალიან გაიგივებული მისი მმართველობის ტექნიკა, მისი მმართველობის გამოხატულება, ხო? აი აქ ზუსტად გჭირდება სირბილე, ბალანსი იმის შორის, რომ მართო ცნობიერად, არა როგორც დესპოტმა, არა როგორც მომთხოვნა, არა როგორც დამჩაგვრელმა, ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ აი მენეჯერმა ესე დამჩაგრა, აი უფროსმა ასე მომექცა რაღაცა უკმაყოფილოებები არის ხოლმე, ხო? და გგონია, რომ აი კაი მმართველი მაინც და მაინც უნდა იყოს ესეთი ცოტა ძლიერი, ცოტა მომთხოვნი, ცოტა დამჩაგვრელი, მაგრამ ეს ასე არ არის. რეალურად ადამიანს, რომელსაც აქვს პირველი, მეორე ცენტრები დამუშავებული, ის ძალიან კარგად აცნობიერებს თავის სიმყარეს. არ ჭირდება შენთან არაფრის დამტკიცება, არ ჭირდება შენი დაჩაგვრა, არ ჭირდება მაგალითად შენი დაბულინგება ან დაშინება, რომ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს. არა, ის ძალიან კარგად აკონტროლებს ემოციებს. მას შეუძლია კარგად საუბარი, მეტყველება, ემოციის ბალანსით გადმოცემა იმ საჭირო საკითხისა, ხომ, რაც მნიშვნელოვანია სამსახურში და მართვაც ამავე დროს, ოღონდ რბილად. აი აქ არის ძალიან დიდი განსხვავება, როდესაც მესამე ჩაკრაზე ვმუშაობთ, იყოს სწორად დაბალანსებული ადამიანი. ეს ცენტრი არის ერთგვარი ჩვენი ეგოს ცენტრი და აქაც გვჭირდება ჩვენი ეგოს დაბალანსება, იმიტომ რომ ეგო ძალიან კარგია, ყველას გვჭირდება, ყველას უნდა გქონდეს ჩვენი ეგო, მაგრამ ჩვენ უნდა ვმართოთ ეგო იგივენაირად როგორც შიში, იგივენაირად როგორც
ჩვენი ემოცია, გამოუხატელი ემოცია არის სხეულში იხატება მე ის ემოციები დაავადებების სახით, ასე რომ ემოციის შეკავება არაფერში არ გვარგია. უბრალოდ მას ჭირდება სწორი მიმართულების მიცემა, სწორად დაბალანსებულად გამოხატვა. იგივენაირად როგორც ის, იგივენაირად როგორც ეგოს. ეგომ არ უნდა გვმართოს ჩვენ. ამას ძალიან კარგად გააცნობიერებთ, როდესაც დაიწყებთ მესამე ჩაკრაზე მუშაობას, ძალიან კარგად ნახავთ, სად გმართავდათ ეგო. თქვენ თვითონ დაიწყებთ თქვენ თავზე დაკვირვებას, გადახვალთ მაყურებლის პოზიციაში და იტყვით, ეს რო გავაკეთეთ იგი სადღაცას მე ეგომ მაჯობა. აი მოდი ახლა მე ჩემ ეგოს მოვერევი და ცოტა მიდგომებს შევსვი. ამას მე პროცესში თქვენ თვითონვე გააცნობიერებთ და რა თქმა უნდა იმუშავებთ ამ პროცესზე. ძალიან საინტერესო ჩაკრა, ძალიან საინტერესო მესამე საფეხურია, რომელშიც ფაქტიურად ყველაფერი რაც აქამდე იყო, მთელი ძველი პროგრამები, მთელი ეს ნეგატიური დაბალ ვიბრაციული აზროვნებები ნელ-ნელა უნდა ჩავხსნათ, ნელ-ნელა უნდა გავჭმინდოთ და მეოთხე საფეხური არის ზუსტად ის საფეხური, რომელიც აი ამ დაბალ ცნობიერებასა და მაღალ ცნობიერებას აერთიანებს გულის ცენტრში, როდესაც ადამიანი გრძნობს თავის თავს სრულად და საკმარისად, სრულად და თავისუფლად, სრულად მე გარეშე და სრულად თქვენთან ერთად. ანუ სადღაცას მე, რომელიც მესამე საფეხურს უკავშირდება, ეგოს უკავშირდება, იწყებს ნელ-ნელა შერბილებას და მე პოზიციიდან კი არ იწყებს მოქმედებას, არამედ იწყებს უკვე აი მაღალი ცნობიერებიდან გაფართოებული ცნობიერებიდან მოქმედებას, საუბარს, ხედვას, ქმედებას, რომელიც არის ჩვენი გულის ცენტრი, რომელიც სიყვარულის, მიმღებლობის, თავმდაბლობის, მადლიერების ცენტრია. რაში გჭირდება ახლა ეს ამ ქაოსურ ეპოქაში ალბათ დასვალ კითხვას ხო ხედავ გადარჩენაზეა საუბარი და რა დროს მიმღებლობაა და რა დროს სიყვარულია ხო? მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ გადავდივართ მაღალ ვიბრაციებზე. მერწყულის ეპოქა ზუსტად ითხოვს ადამიანისგან, რომ ის აღარ იყოს ძველი ეპოქის ადამიანი, რეპტილიური აზროვნების ადამიანი, რომელიც თავარი მიზანი მხოლოდ გადარჩენა, ყდება და სუნთქვა და არსებობა კი არ არის, არამედ უფრო მეტია, იგივე შემომქმედი, იგივე მოკავშირე, იგივე შემქმნელი, შემომქმედი ღმერთთან ერთად ამ სამყაროში. ყველაფერი, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, არის ჩვენი ყურადღების, ჩვენი ენერგიის ხარჯზე. საითაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს ენერგიას, ის მოემართება ჩვენსკენ. რამდენადაც ჩვენ ვართ მიმღებლური, გაფართოებული ყველაფრის მიმართ, უფრო მეტად ვიხსნებით, უფრო მეტად ვერკვევით, თითქოს აი თვალებში გამოგანათად კიდევ უფრო, რასაც ახლა ხედავთ, უფრო დიდი ნათურები აინთება თქვენს თვალებში, როდესაც გულის ცენტრს უკავშირდებით, როდესაც აი ამ მეოთხე საფეხურზე დგება ადამიანი, ის გრძნობს, რომ ის არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეული, აცდა და არის უკვე მეტი ვიდრე ფიზიკური სხეული, მეტი კავშირი სამყაროსთან, მეტი მაღალი ცნობიერება და უფრო მეტი კავშირი საკუთარ სულთან, რასაც ჩვენ თავშად ვცდილობდით პირველ ჩაკრაში, რასაც ჩვენ ვცდილობდით მეორე ჩაკრაში, რასაც ჩვენ ვცდილობდით მესამე ჩაკრაში და თითქმის შეუძლებელი იყო მეოთხე ჩაკრის დამუშავების დროს ეს აბსოლუტურად იხსნება. ჩვენ ამ პროცესში უნდა ვისწავლოთ სიყვარული.
სიყვარულიც იმსახურებს სწავლას და ვინ დაგვეხმარება ამაში თუ არა საკუთარი თავი. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება ამ სამყაროში, ყველაფერი იწყება ჩვენი თავიდან, ყველაფერი ჩვენშია და ჩვენი თავის სიყვარულიდან უნდა დავიწყოთ სხვა ადამიანების სიყვარული, სამყაროს სიყვარული და ასე შემდეგ. მიმღებლობა, გაგება და გაცნობიერება თუ რა ხდება, სად ვართ, ისთვის ვართ, რატომ ვართ. ეს არის ცენტრი, სადაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენ რეალურად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძალა და ჩვენ უნდა გავიზარდოთ როგორც პიროვნებები. ეს არის ამ მეოთხე საფეხურის მთავარი მისია. აბა, კითხვები ხომ არ გაქვთ? ყავს დავსავდი თუ შეიძლება მესამე საფეხურთან დაკავშირებით. აი, თქვენი საუბრეთ, მესამე საფეხური შეეხება აი კარიერას, ხო? თქვენც ასე რომ ვთქვათ, მიზნებს, მოქმედებებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ არის, ანუ ეს მართველის და ეს ეგოცენტრიკის რაღაცა ერთმანეთთან ის, თუ აი როგორ ვთქვა, თუ აქვს განათლება მიღებული, კარგად სწავლობდა, ამ შემთხვევაში ჩემ თავთან მოვიყვან მაგალითს, კარგად სწავლობდა, კარგი, ასე რომ ვთქვათ, თანამშრომელი იყო, აი როგორ ვთქვა, კარგად ასრულებს თავის საქმეს, ყველა სფეროში უცდია, ყველა სფეროში რა, ანუ თავის პროფესიაში, მაგრამ რაღაცა საჯარო სექტორში, კერძო სექტორში, ხო? და მაინც ვერ მიდის იქამდე, თითქოს ვერ ახერხებს მიაღწიოს იმას, რაც უნდა, აი რაც ჩაფიქრებული ქონდა, აი ჩემს მაგალითზე, რაც მე ჩაფიქრებული მქონდა დაუშვათ 10 წლის წინ, რომ მე ესე ვიქნებოდი, ან ეს ამას გავაკეთებდი და აი ვერ მივედი იქამდე. აი რაღაცნაირად თითქოს ჩემი შინაგანიც ხელს მიშლის, გარეგანიც თითქოს ხელს მიშლის. აი ამ შემთხვევაში ეს მესამე საფეხური უნდა დამუშავდეს თუ ჯერ კიდევ პირველი, მეორე საფეხურია დაუმუშავებელი და ამიტომ ხდება ესეთი რამე. პირველი და მეორე არის დაუმუშავებელი. გაუბედაობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, შეიძლება მანდიმალებოდეს შიში, განკითხვის, ვაი თუ კარგად არ გამომივა, ვაი თუ თავს ვერ გავამ, უამრავი რაღაც შეიძლება იყოს ოფომანდ. აი ამ პროცესში შენ აი თვით დაკვირვებაში, იმ პრაქტიკებში, იმ სავარჯიშოებში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე, არ გექნება, ასე ვთქვათ, შანსი რომ ვერ მიაგნო მაგას. არ არსებობს. იმდენი ტექნიკები გვაქვს და იმდენად ღრმად მუშაობთ და სულ რო არანაირი ტექნიკა არ გააკეთო და შენს ხვეულს გაუკავშირდე, შენ პასუხს აუცილებლად მიიღებ. ამისთვის ვართ ხოლმე რომ, როდესაც გავხსნით სივრცეს, სანამ დავიწყებთ ვარჯიშს, არის ზუსტად ეგ მაგის მზაობა, რომ გავხსნათ სივრცე და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გვინდა რომ მივიღოთ ამ პრაქტიკისგან. და აი ამ პროცესში ვსვამთ იმ კითხვებს, რაც ჩვენ გვაწუხებს. შეიძლება ეს ჩემი საუბრის დროს გამოჩნდეს ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება შენ თვითონ, ანუ ნახე, ქვეცნობიერი იწყებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ რა თქმა უნდა შენ ამისთვის მზად იქნები. თუ რა თქმა უნდა შენ ცნობიერი იქნება იმისთვის მზად, რომ ეს დაამუშავო. თუ კი გაიხსნება, თუ კი პასუხი მოგივა, იცოდე რომ ამისთვის, რომ ეს პასუხი მოვიდეს და დამუშავდეს, მოგივა ენერგიას, მოგივა ადამიანებიც, მოვა ის სიტუაციები, ის ვითარებები, რომ ეს შენ დაამუშავო. ასე რომ ამ პროცესში, როდესაც მივყვებით ხოლმე, ხო, ყველაზე მეტად ვონები, ნუ შეგეშინდება, წამოვიდეს, მიიღე და ესე იგი უკვე მზად ხარ, რომ რაღაცა დაამუშავო, ესე იგი მზად ხარ, რომ ნაბიჯი გადადგა. აიმიტომ ამბობ, პირველი, მეორე საფეხური
მესამე საფეხური თუ არის კარგად დამუშავებული, მყარად, ანუ მერე უკვე აღარ გიჭირს. რა თქმა უნდა, იქ არის საკუთარი თავის მიმღებლობა, რაზეც გქონდა საუბარი, ხო? მაგ არის უამრავი წყენა, მშობლების მიმართ, ბავშვობის დროინდელი ტრავმები, არაერთი შეიძლება იყოს, ხო? ამის დამუშავება ხდება, წყენების დამუშავება ერთ-ერთი თავარი მიმართულება არის ამ პროექტში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კომბინირებულად ხელს უწყობს. ჩვენ ნახე კიდევ რა მინდოდა მეთქვა. ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ მენტალურ დონეზე. ეს მინდა რომ ძალიან კარგად იცოდეთ. მენტალურ დონეზე შეიძლება ბევრი რაღაც დამუშავება, მაგრამ მენტალობის გარდა ჩვენ გვაქვს სული და ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული და ამ ფიზიკურ სხეულში აბსოლუტურად ყველაფერი, როგორც ჩვენს გონებაში, როგორც ჩვენს ტვინში, ფაქტიურად მთელი სხეულიც ჩვენი ტვინია, აბსოლუტურად ყველაფერს იმახსოვრებს ჩვენი სხეული. ჩვენი უჯრედები არის ერთგვარი დამახსოვრების მექანიზმი, ხო? და ამ უჯრედებშიც არის ის ბლოკები შენახული. შეიძლება საერთოდ არც კი გახსოვდეთ ის კონკრეტული მომენტი, მაგრამ აი ამ ვარჯიშის დროს ის ენერგია იწყებს გამოთავისუფლებას. ამიტომ შეიძლება თქვენ ერთი კითხვა დასვათ და სულ სხვა რაღაცა მიაგნოს და გახსნათ სხეულმა, რაზეც თქვენ ამ წუთას არ გიფიქრიათ, მაგრამ ამისთვის ხართ მზად ამ ვარჯიშის დროს წამოიღოს გახსნას, დაგაფიქროთ, ასე ვთქვათ, ქვემოდან ქვეცნობიერმა გიკარნახოთ და გაგინაცდეთ ქონება და თქვა რომ მე ეს როგორ ახლა აქამდე არ ვიცოდი, ან როგორ აქამდე არ დავფიქრებულ ვარ. ასე რომ ყოველთვის ვმუშაობთ სამი მიმართულებით, სულიერ დონეზე, გონებრივ დონეზე, ფიზიკურ დონეზე. ვეხმარებით როგორც კრით, ვარჯიშის დროს, ასევე სხვადასხვა სავარჯიშოებით, ეს იქნება NLP, ეს იქნება სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკები გამოყენებული. ასე რომ არაფერი არ დაგვრჩება ხოლმე ის გაურკვეველი, რაც რა თქმა უნდა ამ ეტაპზე გვჭირდება და რისი გასახსნელადაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიქნებით მზად. მადლობა. და შენ მუსიკა ეს ჩემი შეკითხვა დაამსა, მადლობა. კარგი, ჩემო კარგო. კითხვები დაგშვით თამამად, იმიტომ რომ 1 საათი დაგვრჩა დრო, თუ მეტიც გვექნება, მე ამენავნება ხოლმე, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებ. ნახეთ, აი კიდევ კარგად რომ ავხსნა მეოთხე საფეხური ამ ცნობიერებისა, როდესაც არის დაბლოკილი, აი ეს საფეხური ადამიანი შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ვაიმე ძალიანაც მოსიყვარულია კაცო, ძალიან კარგია და აი ყველასთან თბილია, ყველასთან მეგობრულია, გახსნილია, ყველა უყვარს, იკეთებს, აკეთებს, მადლიერია, მაგრამ აქ შეიძლება არ იყოს ადამიანის საკუთარი თავის მადლიერი. აქ შეიძლება ადამიანი თავს გარკვეულ დამნაშავედ გრძნობდეს. მეოთხე ჩაკრაზე როცა მივდივარ, ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი სამი ცენტრი, რომელზეც ვისაუბრეთ უკვე, საკმაოდ დატვირთული სავარჯიშოებისაგან შედგება, რომელიც ფეხებზე აორიენტირებული, ჩაბუქნები, ფეხების ზევით აწევა, იოგას გარკვეული ასანები, პრესი, წელი, ცოტა ისეთი სავარჯიშოებია, რომ კარგად მოქნილი თუ არ ხარ, თავიდან გაგიჭირდება, დაგეჭიმება ის და მეოთხე ცენტრზე როცა გადავდივართ, რა თქმა უნდა, ეს არის გულის ცენტრთან დაკავშირებული, ფილტვებთან, ჩვენ სასუნთ გზებთან, გულთან, სისხლის მიმოთვლასთან, ხელებთან, მკლავებთან და ვიწყებთ ძირითადად არის ხოლმე ზედა ცენტრზე მუშაობა და ვამუშავებთ ხელებით. დაუშვათ გვაქვს ხელების გაწევა, გამოწევა, გაჩერება და ასე შემდეგ და ამ დროს ადამიანს გონია რას ვაპარაკობ, მე ძალიანაც მიყვარს ჩემი თავი, რომ ყოველდღე დავდივარ სალონში, დავდივარ დასასვენებლად, კარგი მაცვია, არაფერს არ ვიკლებ და ამ დროს ეს
მეოთხე ენერგეტიკულ ცენტრზე ვიწყებთ მუშაობას და ხელებს ვერ ამოძრავებს და ეწყებათ კანკალი, ეწყებათ გულისრევა, ეწყებათ ისეთი გამოვლინებები, რომ თვითონაც უკვირთ. და ზუსტად მე ხვდებიან, რომ რაღაცა ჩემ თავს უმალავ. რაღაცაზე ვარ დაუშვათ არაგულწრფელი ჩემს თავთან და აი ამ პროცესში ისეთი დამუშავება ხდება შიგნიდან, რომ ხდები, რომ გარკვეული წყენები, არა მარტო სხვების მიმართ, შენ თავის მიმართაც გქონია, ის დანაშაულის გრძნობები რაღაცები ვერ გააკეთე, რაღაცები არ გამოგივიდა, ვიღაცებთან შედარებები, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ძვირფასი წარსულიდან მოდის გარკვეული კონკურენციის ჩანერგვა, რომ ვიღაცაზე უკეთესი იყო, ამაზე ნაკლები არ უნდა იყო, ეს უნდა შეძლო, ის უნდა შეძლო, ესეთი უნდა, მუდმივი უნდა, ხო? და აი ამ პროცესში ხვდები, რომ შენ საერთოდ არ იცნობ შენ თავს, საერთოდ არ იცი რა გინდა, კაითო სურვილები დაამუშავე, სადღაცა შენთან გულწრფელი არ ხარ, რომ აი მე რეალურად მიყვარს და რაში გამოიხატება მე სვამ კითხვას, რომ მოდი ეხა მაინც შეიძლება უხერხულიც იყოს ეხა ამ ასაკში ამის კითხვა, მაგრამ მაინც რო ვიცოდეთ რაში გამოიხატება, იქნება მე ვწდებოდი და არ ვიცოდი რომ ამაში არ გამოიხატება სალონებში სიარული და მასაჟი, კარგი ჩაცმა, დასვენება და ის არ გამოიხატება ჩემი თავის სიყვარულში და იქ იწყება უკვე გახსნა, თუ რას ნიშნავს რეალურად შენი თავის სიყვარული. არა იმას, რომ რაღაცა ძვირფასი გაუკეთო, არა იმას, რომ დაუშვათ სადღაცას დაისვენო ან კარგი ნივთები უყიდო, არამედ ის, რომ შენ თავი რეალურად მიიღო ისეთი როგორიც ხარ. აქ მივდივართ ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩვენი შინაგანი ბავშვის დამუშავებაზე, იმიტომ რომ ზუსტად მანდედან, რა თქმა უნდა, თითქმის ყველაფერი იწყება ჩვენი ბავშვობიდან და ბავშვობის ტრამვებში ჩავდივართ და ვუკავშირდებით ჩვენს შინაგან ბავშვს, ვუმეგობრდებით, ვიხსენებთ, რეალურად ვინ ვართ, სად ვართ, როგორ მივატოვეთ ჩვენი შინაგანი ბავშვი, რა სიტყავს ჩვენგან და ვუკავშირდებით ჩვენს თავს თავიდან ვიცნობთ, თავიდან ვიყვარებთ, თავიდან ვუთანაგრძნობთ, თავიდან ვემეგობრებით და ასე მივდივართ სიყვარულამდე. ვერავის ვერ შევიყვარებთ, გულწრფელად მინდა გითხრათ, ნუ მოვიტყუებთ თავს თუ ჩვენი თავი არ გვიყვარს. ეს არის უბრალოდ მოთხოვნილება, ყველა ადამიანის მიმართ სიყვარული არის მოთხოვნილება შენ თავის მიმართ სიყვარულისა. ამიტომ, როდესაც თქვენ რეალურად თქვენი თავი გიყვართ, აქ არ არის ეგოისტურ სიყვარულზე, აქ არ არის ისეთ სიყვარულზე საუბარი, რომელიც ბევრ ზღაპრებში ძალიან ცუდად იყო ჩვენს ცნობიერში წარმოდგენილი და მე ჩაწერილი ცნობიერში, არამედ რეალური შენი თავის მიღება, იმ შენი ცუდი მხარეების, მოდი ცუდსაც არ ვიტყვი, რაღაცა ის მხარეები, რომელიც შენ არ მოგწონდა, ან ვიღაცას არ მოწონდა და შენც დაიჯერე, რომ არ უნდა მოგეწონებინა. და ძალიან ბევრი ისეთი კარებები გაიხსნება აი ამ პროცესში, რაც აბსოლუტურად სხვანაირად განახებს საკუთარ თავს. და აქედან თითქოს თავიდან დაიბადე. თითქოს ის ემოციური ჩაკეტილობა, რაც გქონდა სადღაცას იხსნება. აი ამ პროცესში ადამიანები ხშირად არიან კონფლიქტურები საკუთარ თავთან, სხვებთან. აქვთ ძალიან ბევრი წყენები. შეიძლება არც კი იმჩნევდეს, ძალიან მეგობრულიც იყოს, ძალიან კარგ ურთიერთობებში, მაგრამ ემოციურად იყოს ჩაკეტილი. შეიძლება ძალიან ბევრს გასცემდეს, მაგრამ ძალიან ნაკლებს იღებდეს. ფიქრობდეს იმას, რომ რაღაცას არ იმსახურებს. ან პირიქით, ძალიან ბევრს იღებდეს, ეგონოს, რომ ეს არის სიყვარული, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ მიღება, გაცემის ბალანსი არის აუცილებელი, როგორც დავუშვათ
წინა საფეხურებზე ყველაფერს ჭირდება აქაც რა თქმა უნდა ჭირდება ბალანსი. სიყვარულშიც ჭირდება ბალანსი. სიყვარულშიც ჭირდება საკუთარი საზღვრები. გავცეთ და მივიღოთ და გავცეთ. გვიყვარდეს უპირობოდ მოთხოვნის გარეშე, გვიყვარდეს ისე რომ უკან არაფერი მოგითხოვოთ. ეს არის ყველაზე დიდი გათავისუფლება, მაგრამ ამასაც რა თქმა უნდა დამუშავება უნდა და ამ გზების გახსნა, გულის გახსნა, პატიება, ყველასი, ყველაფრის, საკუთარი თავის და აი ამ პროცესში შინაგან ჰარმონიას პოულობ. აბა როგორ ხართ თქვენ? მაინტერესებს რამდენად დაფიქრებულ ხართ მაგაზე, რომ კარგად იცნობთ თუ არა საკუთარ თავს და რაში გამოიხატება თქვენი თავის მიმართ სიყვარული. გიფიქრიათ მაგაზე. ან თუ არ გიფიქრიათ დაუშვათ და ეხლა ჩემი საუბრიდან გამომდინარე რაღაცამ დაგაფიქრათ, შეგიძლიათ გამიზიაროთ. საინტერესო იქნება მერე თქვენს გაცნობიერებაზე, თქვენს ნაფიქრზე პასუხის გაცემა. კარგით, შემოკარგებო, კაიად ჩაფიქრდით. ესეც გარკვეული პროცესია. და მეხუთე საფეხური, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საფეხურია, რომელსაც გავდივართ ხოლმე მეხუთე ჩაკრაზე როცა ვმუშაობთ, ვიშუთხა ჩაკრა არის. ეს არის ჩვენი საკუთარი ხმა, როდესაც უკვე ვართ თავდაჯერებულები, როდესაც გვგრძნობთ თავს მყარად, ვიცით ჩვენი ემოციების გამოხატვა, ვიცით რა გვჭირდება, ვიცით ჩვენი მიზნების შესახებ, საკუთარი თავით გარკვეულწილად გვიყვარს, ვაფასებთ, შევინდეთ, ვაპატიეთ, მივიღეთ, მადლიერი ვიყავით ჩვენი სხეულის, გონების, ჩვენი სულის და აი აქ ჩვენ შეგვიძლია მივაწვინოთ ეს ჩვენი მდგომარეობა, ეს ჩვენი ხმა, ნარნარი, შიშის გარეშე, ემოციების გადაჭარბებული და უბალანსებელი ემოციების გარეშე, ჩვენი მიზნით აღჭურვილი, სიყვარულით სავსე ხმა შეგვიძლია მივაწვინოთ სამყაროს. ნახეთ, როგორ არის ყველა ეს ფენა იმდენად კარგად დახვეწილი, იმდენად დალაგებული, როგორც ახლა პირველი კლასი, მეორე კლასი, მესამე კლასი და ასე შემდეგ, რომ მივედით იქამდე, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია გქონდეს კავშირი სამყაროსთან. უკვე შეგვიძლია ძლიერი მანიფესტაციების გაკეთება, იმიტომ რომ ვიცით ჩვენი სურვილი. არ გვაფერხებს შიშები, გვაქვს მკაფიო მიზანი, ჩვენი ცნობიერება მიმართულია ჩვენს გეგმებზე, ჩვენს მიზნებზე, ჩვენს წარმატებაზე. ურთიერთობები ჩამოყალიბებულია, დაბალანსებულია, ემოციურად განვითარებულია, ჩვენი თავი მიმღებლურია, ვიცით ჩვენი სურვილები და ჩვენს თავს ვცემთ პატივს, გამოვხატავთ ჩვენს თავს ბოლომდე და აქ უკვე სამყარო აბსოლუტურად მონდობილია, თანხვედრაში ხარ სამყაროსთან. როდესაც იცი, სად თქვა კი, სად თქვა არა, როდი შეიკავო თავი, სად გამოხატო შენი თავი რეალურად. სად თქვა რომ მე დიახ ვაცხადებ, მე მინდა და სად თქვა რომ მე არ მინდა. ანუ ძალიან ხშირად გვიჭირს ხოლმე, სადაც საჭიროა იქ უარის თქმა და სადაც საჭიროა იქ დათანხმება. გვიჭირს სიმართლის თქმა იმის გამო, რომ არ განგვიკითხონ, არ გაგვასამართლონ, არ გამოვჩნდეთ ფულდები, ვიღაცას არ ვაწყენინოთ, რაღაცა არ დავკარგოთ, უამრავი რაღაც, ხომ? როდესაც ეს ყველაფერი მოხსნილი გაქვს, არ გაქვს შიში, ემოციას თავისუფლად გამოხატავ, შენ შეგიძლია გულთან კავშირში თავისუფლად გამოხატო შენი ნება. და ეს შენი ნების თავისუფალი გამოხატვა არის სამყაროსთვის პირდაპირი
საუბარი. აქ უკვე, როდესაც სხვა არაფერი არ მართავს შენს ცნობიერს, გარდა იმისა, რომ ხარ ჭეშმარიტების მეტყველი, შიშებისა, ემოციებისა და უბალანსებელი სურვილების გარდა, აი ამ ყველაფრის მოცილების მერე, შენ ხარ ჭეშმარიტების მქადაგებელი, რომელიც არის კავშირი შენს გულთან, შენს ღიაობასთან, შენს მიმღებლობასთან. ამ დროს ადამიანი იწყებს გაცნობიერებულ საუბარს, ზოგადად იმ ენერგიას, რაც მასშია, იმიტომ რომ ყოველი ბგერა, ყოველი სიტყვა ეს არის თესლი, რომელსაც ჩვენ ვთესავთ. ჩვენს ცნობიერშიც, ჩვენს სამყაროშიც ვაგზავნით და იმ ნაყოფს ვიღებთ, რასაც რეალურად თესავთ, რასაც ვფიქრობთ, რასაც ვსაუბრობთ და ხშირად რაზეც გვაქვს ხოლმე კონცენტრაცია. ამიტომ ადამიანი ამას გაცნობიერებულად აკეთებს და იცის საკუთარი თავის, საკუთარი სიტყვის ფასი. ის აღარ დაიღლება ზედმეტად მეზობელთან ჭოვრაობაში, აღარ მოусმენ ზედმეტად ნეგატიურ ინფორმაციას, იმიტომ რომ ეს მას არაფერში არ ჭირდება. სადაც სათქმელია, ის თავის სათქმელს ძალიან რბილად, სიყვარულთან თანხვედრაში, თავის მიზნებთან თანხვედრაში, შიშისა და დაუშვათ ემოციების გარეშე თავის სათქმელს ძალიან კარგად იტყვის. არ არის კარგი? ძალიან კარგია. ნებისმიერ ურთიერთობაში, ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერ საკუთარი თავის გამოხატვაში იქნება თუ სხვა საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ეს ყველაზე მეტად გჭირდება, მე ვფიქრობ, ადამიანმა იცოდეს სწორად საკუთარი თავის გამოხატვა, სწორი მეტყველება. და სიტყვა რეალურად არის ჩვენი სიმართლე, არის გარკვეული პასუხისმგებლობა, რასაც ვაკეთებთ და ჩვენი კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი ზუსტად არის ჩვენი სიტყვა. და აი აქ ზუსტად ძალიან კარგია ეს პრაქტიკები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აბა კითხვები ხომ არ გაქვთ? საუბრობთ. მე კი ძალიან ვაქტიურობ. ერთი კითხვა მაქვს, აი მანიფესტაცია ახსენეთ. ეხლა ძალიან მოდაშია, სადაც არ უნდა გაიხედო, რომელ სოციალურ ქსელშიც ყველა გასწავლის მანიფესტაციის ტექნიკას 3, 6, 7, 8, 5, აი ნუ ნაირ-ნაირები არსებობს და აი იმ შემთხვევაში თუ აი წინასაფეხურები არ არის დამუშავებული, ხო? ის პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ და აი მეხუთე მყოფი ადამიანის მეხუთე საფეხურზე მყოფი ადამიანი, რომელმაც ეს თავის მეხუთე საფეხური დაამუშავა, მისი მანიფესტაცია ძალიან სწრაფად და ისე შეისმინება, ასე რომ ვთქვათ, სამყაროს მიერ და თუ აი ეს წინასაფეხურები არ არის ბოლომდე დამუშავებული, ამ შემთხვევაში აი მანიფესტაციას აქვს ძალა, თუ შინაგან რწმენასთან არის დაკავშირებული ეს, თუ აი როგორ შეიძლება ეს აიხსნას? მადლობა თვითო ამ კითხვისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ტექნიკები, რომ შესაძლოა ძალიან სწრაფი ეფექტი ჰქონდეს და მართლაც მანიფესტაციის საშუალებით, ეს იქნება გარკვეული აფირმაციების დახმარებით, თუ რაღაცა სხვადასხვა ტექნიკების დახმარებით რაღაცა სასურველი მივიღოთ, მართლაც იმუშაოს და ეს ძალიან კარგია. ცუდი ნამდვილად არ არის მივესალმები, მაგრამ ეს იქნება ერთჯერადი პროცესი. იმიტომ რომ ეს იქნება გარკვეულწილად ნაძალადებად გაკეთებული და არაბუნებრივი. არაბუნებრივი, იმიტომ რომ შენ ზუსტად იცი, რომ რაღაცას რაღაცისთვის აკეთებ. სამყაროს არაფერი არ გამოეპარება. არასოდეს არაფერი არ გამოეპარება და ყოველთვის ძალიან კარგად გძნობს, რას რისთვის აკეთებ. როდესაც შენ მთლიანად ყველაფერი გაქვს დამუშავებული, ეს არის მუდმივი პროცესი, ერთჯერადი სურვილის ასრულება კი არა, არამედ
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ აი რაღაცა ზედმეტი არ გავიფიქრო, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად სრულდება. იმდენად სწრაფად მოდის, რომ აი გაფიქრებული არ მაქვს, უკვე მოხდება ხოლმე. იმიტომ რომ ჩემი ენერგია არის სუფთად მიმართული და როგორც ახლა მესიჯი რომ გააგზავნო, ისე სწრაფად მიდის სამყაროსთან. არ გჭირდება შენ სხვა ინსტრუმენტები აღარ დაგჭირდება. აღარც ეს ასკეზა საერთოდ ჩემთვის მიუღებელია, რატო უნდა მსხვერპლად, რატო რაღაცა უნდა გავიღო, როდესაც სამყარო ამას ისედაც მაძლევს. ერთადერთი ასკეზას გამოყენება შეიძლება მაშინ, როდესაც შენ გინდა რაღაცა მავნე-ჩვევისაგან გათავისუფლება. თუმცა სხვა რაღაცითაც შეიძლება დაიხმარო და მავნე-ჩვევისაგან გათავისუფლე და დაუშვათ ეს რაღაცა პირობები არ წაუყენო სამყაროს. არანაირი პირობა არც ღმერთს, არც სამყაროს, არც კოსმოსს არ ჭირდება იმისათვის, რომ შენ მოგცეს. ყველაფერს შენი ტვინი ქმნის, ყველაფერს შენი შემომქმედი ენერგია ქმნის. რა თქმა უნდა, ის თუ არის იმ დონეზე, იმ ვიბრაციაზე, რა ვიბრაციაზეც არის სამყარო. და აი ამ ვიბრაციაზე, როდესაც გადიხარ, ეგ იგივე იმას გავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვიფრინოთ ყოველდღე მთვარეზე, როდესაც შეგიძლია მთვარეზე იცხოვრო, ჩვეულებრივ, ხო? ანუ აღარ გჭირდება ეს ზედმეტი ძალისხმევა, ეს არის ბუნებრივად გაგაკეთებინებ იმდენად, რომ ჩემთვის არ იქნება ეს უკვე გასაოცარი, არც მანიფესტაცია, არც შენი სურვილების საფიქრება, არც შენი მიზნების განხორციელება. რა თქმა უნდა, თუ შენ თავზე იმუშავებ, რა თქმა უნდა, თუ ბოლომდე ყველაფერს გააკეთებ ცნობიერად. არ არის ეს პროცესი, რომ გითხრათ, რომ всё, ეხლა 3 თვე ვარჯიშებ და მეტი ხელი აღარ უნდა გაანძრიოთ, ჩაჯდეთ კრესლოში, ფეხზე გადაიდოთ და ისურვოთ, რაც გინდათ და თავზე ჩამოგეყრებათ. რა თქმა უნდა, ესე არ არის, იმიტომ რომ ნეირონებს ჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ აღდგეს ის კავშირები, რაც ქმნის ზუსტად იმ ენერგიას, რამაც უნდა მოიტანოს ის სასურველი, რაც ჩვენ გვჭირდება. აქ არის მთელი რიგი პროცესები, დღეს გავაკეთე სხვათა შორის ამის რა ქვია ამას, სლაიდები, როგორ მუშაობს სურვილების ასრულება, მანიფესტაცია ტვინის უჯრედებში, ნეირონებში და ალბათ ხვალ უკვე გაგიზიარებთ, აუცილებლად ადავნეთ თვალი. ანუ ზეპირად ესე როგორ რანაირად მოქმედებს, ყველაფერი მაქვს აღწერილი იმ სლაიდებში და რა თქმა უნდა, ამას ჭირდება დრო. დრო ჭირდება იმას, რომ თქვენი ნეირონები გადაეწყოს. როდესაც აი მომართოთ, ასე ვთქვათ, როგორც რადიოს ადრე გახსოვთ ალბათ რადიოს რომ მომართავდით ხოლმე გარკვეულ ტალღაზე. თქვენს ტვინსაც ჭირდება აი ტალღაზე მომართვა. და მე ჩვეულებრივად ყველაფერი, რაც გინდა, თუ კი რა თქმა უნდა ის არის შენთან თანხმდრაში, თუ კი მაგალითად შენი ქვეცნობიერი ეთანხმება. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ყველაფერი მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთად. იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით სამყაროს ერთიან სინათლეს. ნებისმიერი სხვა შავი მაგია რაღაცები, რასაც ერთჯერადი ეფექტი აქვს, ეს ჩვენთან აბსოლუტურად არ არის თანხმდრაში, იმიტომ რომ სამყარო არის თავიდან ბოლომდე ბალანსი. თუ დააკვირდებით, ყველაფერი ამ სამყაროში არის ბალანსში. ასე რომ რაღაცას მივიღებთ ჩვენ, ასე ვთქვათ, არაკეთილ სინდისიერად, ის რაც ჩვენ არ გვეკუთვნის, ის რისთვისაც ჩვენ მზად არ ვართ, ის დაუშვათ რაღაცა გაურკვეველი ძალების მეშვეობით, იმაზე აუცილებლად მოგვეკითხება პასუხი და სხვა რაღაცით ენერგია უნდა დაბალანსდეს, ისი არ არსებობს, სხვა რაღაცაში მოგვიწევს იმის გადახდა. ამიტომ მე გირჩევთ, რომ უფრო მეტი ყურადღება მიმართოთ სინათლისკენ, რაც აი ძალიან ბუნებრივია, ძალიან მარტივია, რატო უნდა მოიტანოთ წყალი მეზობელი სოფლიდან, როდესაც თქვენს ეზოში მოედინება, ხო? ესეთი ის მოგცა ლექცია ერთ-ერთმა ჩვენმა გურუმ, რომ ნუ ეძებთ
წავს სადღაცას სხვის ტბებში, არამედ იპოვეთ და გახსენით ეს არხი თქვენს ეზოებში, სუფთა კამკამა, ჭისწყალიო. მეც ესე გირჩევთ, რომ თქვენს თავზე მუშაობით ყველაფერს შეძლებთ, დაალაგებთ, დააბალანსებთ, ისწავლით, განავითარებთ და გასაღებები გექნებათ ხელში ყველაფრის. თქვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევთ. ასეთი იყო ჩვენი მე-6 საფეხური და რა თქმა უნდა, მე-5 საფეხური ბოდიშით, მე-5 საფეხური და აი ამ მე-5 საფეხურის მერე ადამიანი, როდესაც მეტად გახსნილია სამყაროსთან, აცნობიერებს თავის სიტყვის ძალას, ის უკვე იწყებს თავისი ფიქრის გამოყენებას და აი ამ ფიქრებით სამყაროს უკავშირდება მესამე თვალით და ეს არის ჩვენი მე-6 საფეხური. მესამე თვალი ზოგს წარმოუდგენია მაინც და მაინც, რომ რაღაცა მართლა ფიზიკური მესამე თვალი არსებობდეს. მაგრამ რეალურად მესამე თვალი არის ზუსტად ის თვალი იმ პოზიციიდან, როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებას, სამყაროს, გარკვეულ მოვლენებს, დაბადებიდან დღემდე და ასე შემდეგ უყურებს არა როგორც აი ამ როლიდან, რომელშიც ის არის, არამედ გარედან დამკვირვებლის პოზიციიდან. ამ პროცესში ადამიანი ხედავს თავის თავს როგორც გარემდგარ ადამიანს. ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბით, არა როგორც როლიდან, არამედ როგორც მაყურებლიდან. და აი ამ პოზიციიდან ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი ქმედებები, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მიზნები, სხვა ადამიანების სამყარო და ასე შემდეგ. უფრო ფართო ხედვით დავინახოთ სხვადასხვა დეტალები, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით. ამ პროცესში ჩვენ სწავლობთ ჩვენი ცნობიერის დაკავშირებას ქვეცნობიერთან, ჩვენი ფიქრების მართვას. ძალიან კარგია, როდესაც ამ პროცესში ბევრს მედიტირებთ და მე-6 ცენტრშიც ვამუშავებ. ძალიან კარგად გვეხმარება ანაპანას მედიტაცია, რომელსაც ვაკეთებთ ხოლმე ეხლაც ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას და რა თქმა უნდა ვიპასანასაც ხშირად ვიყენებთ. ეს არის გონების დაწმინდალება, როდესაც ჩვენ ნეიტრალურ გონებაზე გავდივართ თავიდან ბოლომდე და აქ იბადება ზუსტად ის ფიქრები, ის მიზნები, რაც აქამდე საერთოდ არ ქონია ყურადღება მიმართული. და აქ შეიძლება დავარქვათ ეს კავშირი გარკვეულწილად პირდაპირ კავშირი სამყაროსთან. აქამდე თუ ჩვენი მეტყველებით შეგვეძლო ამის გაკეთება, ჩვენ აქ უკვე შეგვიძლია მეტყველების გარეშე ფიქრით. ჩვენი ფიქრით, ჩვენი კონცენტრაციით, ვიზუალიზაციით, მოდი ასე ვთქვათ, დავიხმაროთ და გავიდეთ სამყაროსთან კავშირზე, პირდაპირ კავშირში ვიკონტაქტოთ. ეს ცოტა მისტიური შეიძლება ჩანდეს, მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს ეს მე-6 სფერო განვითარებული, ძალიან ხშირად აქვს ხოლმე გარკვეული ჰალუცინაციები. ადამიანი შეიძლება ერთ რაღაცას ფიქრობდეს, მეორეს აკეთებდეს, არ იყოს ჩამოყალიბებული თავის აზრებში და ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, არ იყოს თანხმედრაში მისი სურვილები, მისი ქმედებები და მისი ფიქრები. ნახეთ როგორ დინამიკაში მიდის. ამიტომ აი აქ მე-6 საფეხურზე ჩვენი ცნობიერება გაცილებით ფართოვდება. იმდენად ფართოვდება, რომ თუ კი დავუშვათ ჩვენი ხმით ვახდენდით კავშირს გარესამყაროსთან, ურთიერთობებს ჩვენს ახლობლებთან, ჩვენს თავთან და ასე შემდეგ,
აქ უკვე კიდე უფრო მასშტაბური ხდება ეს გაფართოება და ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ტვინს აბსოლუტურად სხვანაირად. აქ მუშაობს ჰიპოფიზე ძირითადად და ჯირკვალზე მუშაობთ. როდესაც ჩვენ ტვინის ყველაზე მთავარ ცენტრს ვუკავშირებთ ჩვენს ენერგიას. და ეს მთავარი ცენტრი მთელ ტვინს გადასცემს ყველანაირ ინფორმაციას და ის მართავს ფაქტიურად იმ პროცესებს, რაც ჩვენს შიგნით ხდება, ყველაფერი ჩვენი ტვინიდან ხდება. მაგრამ აი ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერზე ვიყოთ დაკვირვებულები, უფრო მეტი კავშირი გქონდეს როგორც სხეულთან, ასევე ჩვენს ცნობიერთან, ჩვენს სულთან და ეს არის ისეთი ნატიფი, ისეთი საინტერესო პროცესი, რომ ძალიან ბევრ რაღაცას აღმოაჩენთ ჩვენს თავში. ჩვენი ინტუიცია არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი, შეიძლება ითქვას, როდესაც ჩვენ ჩვენს ქმედებებს ვუკავშირებთ და მივყვებით ინტუიციურად. როდესაც ჩვენ ვენდობით ამ ინტუიციას და გვაქვს გააქტიურებული, აი ეს მეექვსე სფერო, მეექვსე საფეხური, ჩვენ ამ დროს ვხედავთ სიმართლეს და იმ სიმართლის მიღმა რა ხდება, იმასაც ვხედავთ. როდესაც მაგალითად ადამიანია გაღიზიანებული, მოდის შენთან გარკვეული თავდასხმით, შენ უკვე მას ხედავ როგორც არა გაღიზიანებულ ადამიანს, არამედ მის იქით რა ხდება, რა ტრამვა შეიძლება მის იქით იყოს, რა შეიძლება მისი ქმედების უკან იდგეს. არ უყურებთ როგორც მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიტუაციას, არამედ იწყებ აი ამ სიტუაციის მრავალი კუთხიდან დანახვას, მრავალ ჭრილში და ამ მდგომარეობიდან შენ აბსოლუტურად ათავისუფლებ ყველას და ყველაფერს შენს გარშემო, რომ რაიმეთი დაადანაშაულო, რამეში გამოხატო უკმაყოფილება, იმიტომ რომ შენ ამ ყველაფერს ხედავ როგორც ერთიანობის გარკვეულ ნაწილს. ამ ქმედებისა თუ ამ ადამიანისა თუ ამ სიტუაციისა შენ ხედავ მათ შორის კავშირს და იმ ერთიანი ენერგიის აი ამ პატარა მექანიზმებს. ეს არის აბსოლუტურად სხვანაირი გაცნობიერება, სხვანაირი ხედვა, რომელიც შეიძლება აქამდე არ გქონიათ. შეიძლება ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა უკვე დიდი ხანია მიყვება, ვიცი თქვენი გაცნობიერებები, რომ თქვენს გაქვთ ხოლმე ესეთი შეგრძნებები, რა თქმა უნდა, ყველას ინდივიდუალური. ასეთი ადამიანი, რომელიც ამ ინტუიციას ძალიან კარგად გრძნობს, შინაგან ხმას ძალიან კარგად უსმენს. მადლობა, სოფო, მადლობა. და მეშვიდე ცენტრი, რომელზეც საბოლოოდ გადავდივართ ხოლმე, ეს არის უკვე კავშირი ღმერთთან, ეს არის უკვე კავშირი ჩვენს უმაღლეს მესთან, იმ ანგელოზებთან, მთავარ ანგელოზებთან, შეიძლება ესე რელიგიურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად კავშირი საწყისთან, კავშირი აბსოლუტთან, კავშირი კოსმოსთან, რაც კიდე ის დაარქვით, ეს არის უკვე სულიერი, უმაღლესი დონე, როდესაც ადამიანი, რა თქმა უნდა, იმყოფება აქ, მიწის ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობს სულიერ კავშირს ღმერთთან. აი ეს მეშვიდე საფეხური არის უნივერსალური ცნობიერება, რომელსაც მეშვიდე ჩაკრას უკავშირებთ. ნინო, გიცნით აბა? ესე კარგად ისმის, რაღაცა ჩემი ყურები ცოტა იმაში ბეჭედავს ხოლმე, შემიძლია მოვიხსნო.
ჩემი ხმა ისმის კარგად. ის კარგად. რა ხო, წაღან არაფერი არ თქვი, იმიტომ რომ მეთქი სხვებს დაუთმობ იმას ასპარეს, თავის სიყვარულზე რო იყო და ამ მანიფესტაციაზეც რო იყო, ანუ მანიფესტაციაზე მინდა ვთქვა, რომ ეხლა საქართველოშიც შემოგბარმა მითხრა ძალიან მოდაში შემოსულა ხელზე იბამენ წითელ ძაბს და რაღაცა თბილისში ესე რაღაც სურვილი და უსრულდებათო, იციო უსრულდებათო და მეთქი დაფიქრდით ხო? ის მე ვთქვი უსრულდება და შეიძლება რომ რაღაცა რომ ჩაიფიქრე და რომ გინდა მაგის ბრალისაო და მე ვთქვი გინდა წითელი ზაბი შეიძლება გინდა ჯაჭვი ის რაღაცა შენ რო გინდა რაღაცა რო გააკეთო მე ვთქვი შინაგანა და ამისკენ გონება და გული სული ყველაფერი მიმართული აუცილებლად მეთქი აგიხდება იმიტომ რომ შენ გინდა ეს თორე წითელი ზაბი არაფერ შუაში არ არის მეთქი მაგებაზე მანიფესტაციაზე ხოდა თავის მასე იყო რა ქვია სიყვარულზე მეც სხვანაირად მეგონა რაღაცა ეგოისტურად რა თავის შეყვარება ანუ რაღაცა ეს პროცესი მქონდა რომ არა ეს შენ დედა ხარ შენ ისე ხარ ცოლი ხარ შენ ესე ანუ ამის პროცესებს რო გადიხარ ეხა ხო სულ ძიებაში ხარ სულ სხვა საფეხურზე გადიხარ სულ ღრმად შედიხარ ამ ყველაფერში და უფრო და უფრო მეტ სიღრმეებს ანუ არ თავდება ეს პროცესი არის და მიდის იმიტომ რომ 44 წლის ხდები ამდენი წელი მე იმ გაცნობიერებაში რო ვიცხოვრე იმ ჩემი წესებით რო ვიცხოვრე ეხლა უცებ ერთ დღეში ვერ შეიცვლება კი გვინდა ადამიანებს რომ ძალიან სწრაფად შევცვალოთ მაგრამ არ შეიცვლება და ეს ნელ-ნელა უფრო მოდის ეს ღრმა გაცნობიერებები და მე დავაკვირდი რომ აი ზუსტად მაგას უსვამდი ბოლო პერიოდი აი რა არის ჩემი თავის სიყვარული ის კი არა ასაცმენო ეხლა ბანალურია მაგრამ აი ეს მომენტიც რომ მე რაღაცა რომ მინდა მე რომ დღეს ჩავთვალე რომ მე ამ ადამიანთან არ მინდა საუბარი ან ამის გაკეთება არ მინდა რაღაც ეს ანუ ჩემ თავს მოусმინე იმიტომ რომ მე შინაგანად გაწონასწორებული ვარ დარწმუნებული ვარ და სწორ გზაზე ვდგევარ და ეს მაგ შინაგანი ანუ სიმყარე გარედანაც ამას ვამჟღავნებ. ანუ ყველასთვის უფრო ისევა, რა ქვია, ოჯახისთვისაც უფრო ხედავე, რომ ბედნიერი ვარ ამ ჩემ შინაგან მდგომარეობას. ანუ თავის გაძლიერება. რასაც თვლის სწორად, ანუ ვალდებული. როცა ხარ ბედნიერი, როცა ხარ სავსე, როდესაც შენ თავის მიმართ სიყვარულს პატივისცემას გამოხატავ, ადამიანებიც ესე გექცევიან. შენ თავს პატივს არცემ, უკან აყენებ ყველა დაგაყენებს უკან. შენ თუ შენ თავი არ გიყვარს, სხვისგან ნუ მოითხოვ, იმიტომ რომ იმათმაც არიციან შენ როგორ შეგიყვარონ. ხანდახან გვერევა ხოლმე ეს ერთმანეთში. ამიტომ ჩვენ თავის სიყვარულის ხერხს უნდა ვასწავლოთ ჩვენ თავის სიყვარულით. ხო. და ეს ამ პროცესებს გადიხარ და ანუ ერთიანი პროცესი იმის გამდა რომ ეს ერთი პროცესი არ არის მეც თავი და რაღაცაები ესე მეგონა ეს გავაკეთებ და შემორჩა. არაფერი პირიქით მე მიდიხარ უფრო გინდა. ეხლა მქონდა ზუსტად რომ დაიწყე რაღაცა ეხლა ფაზებს ისევ გადივარ რაღაცა და ზუსტად რომ ეს შიშები წამოვიდა აღარს მახსოვდა რომ ეს წითელი ფერი ისევ რაღაცა ჩემში დომინირებს ისევ ქვემოთ ხერხემალთან დამეწყო რაღაცა პროცესები და არ ვიცი შინაგანად უკვე ერთი თვეზე მეტია გადავწყვიტე რომ დავიწყო ფიტნეს დარბაზში სიარული, იმიტომ რომ ისე არ ვარჯიშობ და ანუ თქვენი შინაგანად გამოვძებნე ის ისე რა ქვია აი ბლოკის ისე რა ქვია ყველაზე კარგად გრძნობს რა გჭირდება. შეიძლება ცნობიერად ვერ ხდებოდე და ყველაზე დაბალი საფეხური ასე ვთქვათ ყველაზე საწყისი ჩვენი მატერიალური, ჩვენი სხეულების პირველი სხეულით კუნდალინის იოგაში არის ფიზიკური სხეული. ყველაფერი თუ ჩაილექა, ვერ გამოხატე, ვერ იგრძენი, არ მოусმინე და ფიზიკური სხეული ამას გაჩვენებს, იმიტომ რომ სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს. აღარსად აღარ არის წასასვლელი, ფიზიკურ სხეულში გამოვლინდება ის ან ტკივილის სახით, ვერცხლარქნას დაავადების სახით და ასე შემდეგ და ჩვენ რომ ამ კავშირს ვკარგავთ სხეულთან, ახლა რა ვიცი, რანაირად გავიგებთ რა ხდება და რა გჭირდება. ამიტომ გჭირდება აი ეს არის ზუსტად რომ ჩვენი კავშირი ჩვენ სხეულთან, ჩვენ შინაგან სამყაროსთან არის პირველ რიგში გადარჩენისთვის საჭირო არსებობისთვის, შემოქმედებითობისთვის, ვისთვის ვართ რეალურად ხანდახან დაფიქრებულ ხართ რომ
რატომ ვართ აქ რომ ვიცხოვროთ, რისთვის ვიცხოვროთ, ჭამოთ, გავმრავლდეთ, დავწვეთ, დავიძინოთ და ბოლოს რამდენიმე წელში გარდავიცვალოთ? რატომ ვაკეთებთ ამას? მხოლოდ გამრავლება არის ადამიანის ფუნქცია? არა, მხოლოდ გამრავლება ნამდვილად არ არის. ადამიანებმა შექმნეს ასეთი სამყარო, როგორიც არის ამჯერად ჩვენს გარშემო. და თუ კი გვინდა რომ უკეთესი სამყარო შეიქმნას, ჯერ ჩვენ უნდა შევიქმნათ შინაგანად უკეთესად. ჩვენ უნდა განვითარდეთ, ჩვენ უნდა გავფართოვდეთ, აღარ მოვკლათ, აღარ ვჭამოთ ცხოველები, აღარ გავჩეხოთ ტყეები, რამდენ რაღაცას ვაკეთებთ გაუცნობიერებლად. იმ დღეს ნაგავი გამქონდა სახლიდან და ფიქრობდი, რომ აი ახლა ამ ხელა პარკით ნაგავი რომ გამაქვს თქო, რაღაცა მე მგონი 2 დღის ნაგავი იყო. ჩემთვის დავფიქრდი, რომ ერთი კვირა მაღაზიაში არ ყოფილვარ. ერთი კვირა მაღაზიაში არ ყოფილვარ და ეს ნაგავი საიდან დაგროვდა? რამდენ ნაგავს ყიდულობ? ცელოფანი, ქათამია ჩადებული რაღაცა ყუთში, რძე არის რაღაცა ბანკაში, არაჟანი არის რაღაცა პლასმას, ყველაფერში, ანუ ფაქტიურად ნაგავს ყიდულობ. და ევროპაში კი ვიცით, გაქვთ ბუბუნება, რომ მაგ ნაგავს ახარისხებთ, მაგრამ ეს ჩვენთან საქართველოში ეს ნაგავი აბსოლუტურად არ ხარისხდება. და მიდის ნაგავს საყრელზე და მე ეს ნაგავი ისევ იწვება, თუ არ ვიცი რა ხდება და ისევ ამ ჰაერით გვიბრუნდება უკან. ანუ ამას რომ ვაცნობიერებთ, ამდენი მილიარდი ადამიანი, რომელ განვითარებაზეა საუბარი, რომელ სამყაროს შეცვლაზეა საუბარი, რა პრეტენზია გვაქვს საერთოდ. ხოდა ეს გაცნობიერება ჩვენ ეს გაცნობიერება ბავშვობიდან არ ქონდა და არ გვასწავლეს და ეხლაც განვითარდა სამყარო და არც ეხლა აღარ ასწავლიან ამ სახლში და არც სკოლაში არ ისწავლება ეს ელემენტარული რაღაცები, თუ როგორ არ უნდა ავნოს სამყაროს. ეკოლოგია. ეს რა ქვია, დედამიწა კაცო, ის კი ამასაც თავისი რესურსი აქვს და ეს დედამიწა არის აბსოლუტურად ყველა ადამიანის, თითოეული ჩვენ ვართ მობინადრეები. აი ეს არის პირველი ჩაკრა, არის ზუსტად აი ეს პირველი ფენას ვერ აცდა ადამიანი. ვერა, იქ ტრიალებს უმეტესი ადამიანი გადარჩენაზე. არავის არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. ყველას აქვს გარკვეული შიში. არა იმ ვიღაცამ უნდა დაასუფთავოს ტყე, ვიღაცამ უნდა დაუშვათ დაალაგოს ქუჩა, ვიღაცამ უნდა შეღებოს, ვიღაცამ უნდა მორწყას, ვიღაცამ უნდა დარგოს. თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა გარემოს ეკოლოგიის მიმართ, რომელ ეკოლოგიაზე ლაპარაკი საკუთარ თავზე ვერ აგვიღია პასუხისმგებლობა. ვერ გაგვიკეთებია სწორი არჩევანი. ვერ აგვირჩევია რა გვინდა, ის არ ვიცით რა გვინდა. ვერ ხვდებით სად შიშია და სად თავისუფლება. აი, რა ვიცი, ამ ცნობიერებაში დარჩენილი ადამიანი უბრალოდ ისე ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ უბრალოდ ვერ გადარჩება. იმიტომ რომ ამ სამყაროს და ამ ეპოქის გამოწვევები აბსოლუტურად სხვა რაღაცას გვთავაზობს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვიქნებით, უბრალოდ ემოციურად ვერ გაუძლებთ იმ ცვლილებას, რაც წინ გველოდება. ემოციურად ვერ გაუძლებთ და ან გავგიჟდებით, ან რა ვიცი, რაღაცა მოხდება ისეთი, რაც ვერ გადაარჩენს ადამიანს ფიზიკურად. ხედავთ ალბათ როგორ მიექანება, ხო? ეს სამყარო ტექნოლოგიებისკენ, განვითარებისკენ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენს ვალდებულები ვართ რომ ავყვეთ და მივყვეთ იმ პროცესებს, რასაც სამყარო თავაზობს და გარდაუვალი პროცესები იქნება წინ. ასე იყო, ჩემო კარგებო, მეშვიდე საფეხური არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამაგვირგვინებელი საფეხური, რომელსაც ადამიანი აბსოლუტურად გასხივოსნებული შეიძლება ვუწოდოთ, ან უფრო ახლოს მყოფი გასხივოსნებულთან, როდესაც არის აბსოლუტურად დაბალანსებული, სიმშვიდით გამსჭვალული,
აქვს ღრმა ინტუიცია, სულიერი ხედვა, მთლიანად ერთიანობას გრძნობს სამყაროსთან, არა განცალკევებას, რომ ეს ჩემია, ის იმისია, არამედ ერთიანობას საკუთარ სულიერ არცთან და შეუძლია ენერგიის თავისუფლად მართვა, რაზეც დავუშვათ აქამდე ვისაუბრეთ, ხო? შინაგანით არის ის თავისუფალი მიჯაჭვულობა საერთოდ არ აქვს ასეთ ადამიანს, რომელსაც მეშვიდე საფეხური აქვს დაბალანსებული, მიღწეული, განვითარებული, არის სრულყოფილი, შემოქმედებითი, ძალიან კმარი ადამიანები, ალბათ უკვე მიხვდით დაახლოებით აი ეს გურუები, ბერები, რომ არიან ხოლმე დაახლოებით ასეთი წარმოდგენა შეიძლება შეგექმნათ ასეთ ადამიანზე. შეიძლება ადამიანი საერთოდ არ იყოს განცალკევებული, საერთოდ არ იყოს განდგომილი, როგორც ბერები, როგორც დავუშვათ ტიბეტში, რომ მიდიან გურუები გარკვეული პერიოდი განცალკევებაში, მდგომარეობაში. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ჩემს გარშემო, ვინც არის ზუსტად აი ამ დონეზე, მეშვიდე საფეხურზე ძალიან კარგად ღრმად გაფართოვებული, ასე ვთქვათ, და აი ამ ჩაკრაში ძალიან კარგად დამუშავებულები. და ეს ჩვენი პრაქტიკაც, რომელიც იწყება 1 დეკემბერს ვიწყებთ ამ ჩვენს პროექტს, კურსს, რომელიც უკვე მეშვიდე ნაკადი იქნება, ყველაფერი ჩემშია, მართლაც ყველაფერი არის ჩვენში, ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ თვითონ დავაბალანსოთ, ჩვენ თვითონ განვავითაროთ, ჩვენ თვითონ დავალაგოთ და ზუსტად 1 დეკემბერს დავიწყებთ ამ ჩაკრების პროექტზე მუშაობას. ეს არის ძირითადად 7 ჩაკრას, 7 საფეხური ცნობიერებისა, რომელსაც დავამუშავებთ 3 თვის განმავლობაში და მერვე ჩაკრა იქნება კუნდალინი იოგაში, მერვე ჩაკრად მოიხსენიებენ აურას და ამ აურის დაბალანსებით შევძლებთ ამ 7-ვე საფეხურის გაერთიანებას. თითოეულ თემას, აი თითოეულ აი ამ სფეროს, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, გავაკეთებთ ერთ ძირითად შეხვედრას, სადაც დეტალურად გავუვლით აბსოლუტურად ყველა ნაწილს, რაც ამ კონკრეტულ თემას შეეხება, გავაკეთებთ კრიას, მედიტაციას 2 ვარიანტში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული კრიები ჩანაწერის სახით, რომელიც საკმაოდ რთული გასაკეთებელია და ამ პროექტში მინდა რომ ოდნავ იოლი ვარიანტიც შემოგთავაზოთ, ივარჯიშოთ ჩემთან ერთად ონლაინ. აი ამ ყოველ ჩაკრაზე ივარჯიშებთ ჩემთან ერთად ონლაინ, ყოველ შეხვედრაზე. ყოველდღიური აფირმაციები, გარკვეულ თემებზე, რა თემებზეც ჩვენ იმ პერიოდში ვიმუშავებთ, ყოველდღიური დავალებები გვექნება ამ 3 თვის განმავლობაში, რომელსაც გარკვეული დრო ჭირდება, მაგრამ გექნებათ ისე გადანაწილებული, რომ ყველაფერს მოასწრებთ ვარჯიშსაც, გარკვეული დავალების შესრულებასაც და რა თქმა უნდა, ვარჯიში არის ყოველდღიური, ყოველდღე გექნებათ სავარჯიშო და გექნებათ ძალიან ესეთი ემოციური გათავისუფლება. რას მიიღებთ ამ პროექტიდან, მოდით ამასაც შევეხებით. თქვენ გახდებით უფრო მეტად გაცნობიერებული, უფრო მეტად თავდაჯერებული, თამამი, ჰარმონიული საკუთარ თავთან, გარშემო მყოფებთან და აი ამ ყველა სფეროსთან გექნებათ თქვენი ინდივიდუალური დამუშავება, თქვენი ინდივიდუალური განვითარება. ეს კურსი არის აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც გივარჯიშიათ იოგა,
ვისაც არ გივარჯიშიათ იოგა არ აქვს მნიშვნელობა, ეს არ ეხება არანაირ რელიგიას, იოგა არ ეკუთვნის არც ერთ რელიგიას, რა თქმა უნდა, ის მოდის აღმოსავლური კულტურიდან, მაგრამ იოგა არ არის რელიგია და არ მოგიწოდებთ არანაირი რელიგიური მიმდინარეობისკენ. ეს არის ჩვენს თავთან ძალიან კარგი სამუშაო ინსტრუმენტი. ეს არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი სამთვიანი პროცესი, არამედ ეს იქნება თქვენი მთავარი გასაღები ცხოვრებაში, რომელსაც ყოველთვის შეეძლებთ რომ მიუბრუნდეთ, გამოიყენებთ იმ სიტუაციისთვის, რა სიტუაციისთვისაც თქვენ დაგჭირდებათ. გჭირდებათ რაღაცაში წარმატების მიღწევა, უკვე თქვენს ხელთ გექნებათ წარმატების კრია. გჭირდებათ რაღაცაში თავდაჯერებულობის მომატება და უშოთ რაღაცა შეხვედრა, რაღაცა გამოსვლა, გექნებათ ამისთვის შესაბამისი კრია. მინდათ რაღაცა განტვირთვა, წყენებისგან გათავისუფლება, რაღაცა არასასიამოვნო სიტუაციის დამშავება, ამისთვისაც გექნებათ გარკვეული კრია, გარკვეული მედიტაცია, გარკვეული ტექნიკა. ამიტომ ყველა ეს ინსტრუმენტები გექნებათ თქვენ ხელთ, რა ვითარებაც არ უნდა იყოს, რა სიტუაციაც არ უნდა გქონდეთ ცხოვრებაში, აი ამ ინსტრუმენტებს გამოიყენებთ, აი ამ ტექნიკებს გამოიყენებთ იმის მიხედვით, თუ რა გჭირდებათ. ეს კურსი ჩატარდება ბოლოჯერ, ამ კურსის გამეორებას აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ ვიწყებთ ახალ პროექტს იანვრიდან და ჩაკრებისთვის ალბათ კარგი ხანი არ მოვიცლი, ამიტომ ფასი იგივე დავტოვე, რაც იყო წინა პროექტებში, იქნება 347 ლარი ამ სამთვიანი პროექტის ფასი და დამატებით, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის ყველა მონაწილისთვის ერთი პირადი სესია საჩუქრად. წინასწარ შევთანხმდებით, რა თემაზე გინდათ ვიმუშაოთ და თქვენზე მორგებული ერთი პირადი სესია გექნებათ საჩუქრად. პირადი სესია ცნობისათვის ღირს 100 ლარი, ასე რომ ეს გექნებათ აბსოლუტურად უსასწრებლოდ. რა თქმა უნდა, ამ კურსის ფარგლებში ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი ჩანაწერი იქნება ხელმისაწვდომი უსასრულოდ. მე არ მაქვს ხოლმე ისე რომ აი ერთი თვე გექნებათ წვდომან, 2 თვე ან რაღაცა გარკვეული ლიმიტები, იმიტომ რომ ეს არის თქვენს მიერ ნაყიდი ცოდნა და ეს ცოდნა გეკუთვნის თქვენ და უნდა გქონდეთ სრულიად ყოველთვის ხელმისაწვდომი. ასე რომ მართლაც ძალიან დიდი ტრანსფორმაციული კურსია, ძალიან საინტერესო პროექტია, აბსოლუტურად შეცვლის თქვენს მდგომარეობას, აღარ იქნებით ისეთი, როგორიც მანამდე იყავით და ვირჩევთ, რომ არ გაუშვათ შანსი ხელიდან და გამოიყენოთ ის მაქსიმალური სარგებელი თქვენი ენერგიის, ცნობიერების და ცხოვრების სრული ტრანსფორმაციისთვის. თუ გაქვთ რაიმე კითხვა, შეგიძლიათ დამისვათ კურსთან დაკავშირებით, იმ მასალასთან დაკავშირებით, რაც ეხლა გავიარეთ. მადლობა ნინო, საქვს ჩვენი კურსი გავლილი, ერთ-ერთი წინა მონაწილეა, მარინა კი დიდი ხანია უკვე შემოერთებულია, მე რამდენად იყო ჩართული უკვე ჩვენს კურსში და თუ აი ჩაგითავ ხმას მარინა და ნათია, ჩემი ხმა ისმის? კი, ისმის, ეხლა მე ორჯერ გავიარეთ, ერთხელ ძალიან დიდი წარმატებით, მეორეთაც მინდოდა და კიდევაც მაქვს სურვილი, რომ ერთხელ კიდევ გავიარო.
ასე რომ მეც ასე ვთქვათ შემოუერთდები ამ პროექტს კიდევ ერთხელ. გამიხარდება, გულით შემოერთება. კიდევ გავიმეორებ, მე მგონი მარიამმა გითხრა, რომ კურსის ღირებულება არის 357 ბარი. შეგიძლიათ ორ ნაწილადაც გადაიხადოთ, მან საშუალებასაც ვაძლევ ხოლმე მოსწავლეებს. რეგისტრაცია ჯერჯერობით გახსნილია 1 დეკემბრამდე და გაგიზიარებთ რეგისტრაციის ლინკსაც და შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. საინტერესო 3 თვე გელოდება. მადლობა. მადლობა. კითხვები თუ გაქვთ დასვით. იკა. კი ბატონო, შემოგვიერთდით იკა. ლინკი გავაზიარე. კი, დამაფიქრებელია, ძალიან საინტერესო პროცესია, მრავალ სფეროს მოიცავს, ისი არ არის რომ რამე კონკრეტულ სფეროზე ვმუშაობდეთ, თუმცა კურსები მაქვს ხოლმე კონკრეტულად მაგალითად ქალური ენერგიების გაღუძებაზე, ფინანსებზე, სადაც გვიმუშავია აურაზე, რაღაც თემები არის ხოლმე, მაგრამ ჩაკრების პროექტი ყველაფერი ჩემშია, მართლაც აი თავის სახელწოდებას სრულიად ამართლებს. შედის რომ ჩაკრები თავთავად ფერადია და ყველა ჩაკრას თავისი ფერი აქვს და გარდა ამისა, მართლაც რეალურად აღმოაჩენთ, რომ თქვენს თავშია ყველაფერი. ყველაფერი თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაამუშაოთ, ყველაფერი თქვენ თვითონ შეგიძლიათ მიიღოთ და გაახდეთ შემომქმედი აი ამ ცხოვრებაში, თქვენი თავის, თქვენი ცხოვრების შემომქმედი. ასე რომ გამჯერეთ ძალიან საინტერესო 3 თვე გელოდებათ წინ და შემოგვიერთდით. კი ბატონო, გამიხარდება ყველას შემოერთება. კითხვები ხომ არ გაქვთ და გელოდებით კიდევ რამოდენიმე წუთი და დაგემშვიდობებით შემდეგ აღარ შეგაყოვნით, სადაც დიდი დრო დავყავით. კი ბატონო, მადლობა თქვენ. კარგი, შემოკარგებო. მადლობა ნანიკო, ჩემი კურსის გავლის შემდეგ რაც გავიარე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მიხარია შენი გულის შემოერთება, ნანა და შენი უკუკავშირი. მადლობა. ყველა მიიღებს იმას, იმის აღებისთვისაც ახლა მზად არის. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. კარგი, შემოკარგებო. გისურვებთ წარმატებას თქვენს ცხოვრებაში, კარიერის გაფართოებას, ბევრ სიხარულს, სიყვარულს. გიგზავნით მადლიერებას და სიყვარულს გულიდან გულში. სათნამ, ბედნიერად. კარგად. მადლობა. ანაწეს შევინახავ.